მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოზიციის ლაივს, მე ლევან სანიკიძე ვარ. დღეს ჩემთან ერთად თანაწამყვანები იქნებიან ბატონები გიორგი ბარამიძე და ზაზა ბიბილაშვილი. ფაქტობრივად არც ერთი საღამო არ იწყება ისე რომ პირველი ამბავი, რომლის შესახებაც ვიწყებთ საუბარს, არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ რეპრესიასთან და დევნასთან. დღესაც ივანიშვილის ჯალათმა გალუსტაშოვმა 21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ეს არის ერთ-ერთი საგულისხმო საქმე აი ამ მიმდინარეობის დროს, რაც ეგრეთ წოდებულ სასამართლო შენობაში ხდება. მაგრამ აქვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ღირსეული პოზიცია, რომელსაც მთელი პროცესების განმავლობაში გიორგი მინდაძე აფიქსირებდა საკუთარი გაუტეხელობით, ბრძოლის უნარიანობით და დღესაც არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ივანიშვილის პირადმა ტყვემ და პატიმარმა, სადაც მან ციტატას წავიკითხავ, რომ ბიჭების 99% თვლის, რომ ლელომ და სხვა პარტიებმა არ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მე მოდი პირველ თემად ამას ავიღებდი ზუსტად. პირველი არის თუ არა ეს საერთოდ არჩევნები, რაც 4 ოქტომბერს ტარდება. ჩემი აზრით ესეც უკვე რიტორიკული შეკითხვა არის. პასუხი ეს ყველაზე მთავარი შეკითხვა. ეს თუ არის თუ არა ეს არჩევნები საერთოდ და როგორია თქვენი პოზიცია? არ მონაწილეობის, არ თანამშრომლობის არგუმენტაცია, რაც დრო გადის, უფრო და უფრო გვეზრდება, მე მგონი თითოეულ იმ ადამიანს, ვინც თვლით, რომ ეს რუსული სპეცოპერაცია. მოდი ბატონი გიორგით დავიწყოთ და შემდეგ მე მგონი, რომ მართლაც ეს არის ყველაზე მთავარი. და თავისუფალი საუბრის პრინციპია, აქ რაღაცა მეწამყვანი არ ვარ და ერთმანეთს შეგვიძლია სათქმელი მარტივად შეუვსოთ. მადლობა პირველ ყოვლისა ლევან და ყველას, ვინც ამ საქმეს ჩაუყარა სათავერო, საფუძველი რომ გვაქვს საშუალება ესე თავისუფლად შეზღუდვების გარეშე ესაუბროთ დაინტერესებულ აუდიტორიას. ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ მათ შორის საინფორმაციო ომში, რომელიც მიმდინარეობს უკვე მრავალი წელიწადია და მხოლოდ ამ PR ბინძურ შავ და ხრიკებზე დაფუძნებულ კამპანიაზე დგას რეალურად გარდა ხიშტისა და შავი ფულისა და კრიმინალისა და პროკურატურისა და ჯიბის სასამართლოსი ეს ბოღალატური და რუსული კრიმინალური რეჟიმი. რაც შეეხება მის მიერ გასამართ 4 ოქტომბერს გასამართ მორიგ ღონისძიებას, მის აი ამ ფარს ეწოდება თუ არა და შეიძლება თუ არა მას უწოდოთ არჩევნები, თუ ის არის სპეცოპერაცია. ეს არის მთავარი. ამიტომ, როდესაც ვინც არ უნდა იყოს ნორმალური ადამიანი, საღადმოაზროვნე ადამიანი, სულ თავი დაუნებოთ პოლიტიკოსობას, ამ კითხვას გასცემს პასუხს, შესაბამისად ძალიან მარტივად, ბუნებრივად გაეცემა პასუხი, უნდა მიიღო თუ არა მასში მონაწილეობა. ამიტომ ძალიან მწუხვა, რომ ამ მომენტამდე საკმაოდ სერიოზულ ხალხში, იმ ადამიანებში და იმ ორგანიზაციებში, რომთანაც თანამშრომლობდით და გვინდა რომ მომავალშიც ვითანამშრომლოთ, იმიტომ რომ გვინდა რომ მიგვაჩნია რომ ამ საზოგადოების ნაწილი არიან, გარკვეულ საზოგადოებას წარმოადგენენ, კერძოდ ახლა მოკიბის გარეშე ლელოზია, ხო? 4 გამარჯვებული პარტიიდან ერთ-ერთი პარტია, თავისი ამორჩეველი ყავს და რა უფლება გვაქვს რომ პატივი არცეთ, ხო? და რა უფლება გვაქვს რომ ვინმე გვემეტებოდეს ამ ბრძოლაში დასაკარგად. არავინ არ გვემეტება და სულ ამას ვიძახით. ხო? რომ განსხვავებულობის მიუხედავად, ერთმანეთის ბიოგრაფიისადმი კრიტიკულობის მიუხედავად თუ ასე შემდეგ, არავინ არ უნდა გავიმეტოს დასაკარგად და არავის უფლება არ აქვს რომ ვინმე გაიმეტოს დასაკარგად, იმიტომ რომ აქ პარტიული ბრძოლა არ მიდის, ხო? აქ ვებძვით
მეხუთე კოლონას რუსეთის პირდაპირ დასმულ რეჟიმს. მე მგონი პირდაპირ რუსეთს. ხო, პირდაპირ. ხო, მე სულ ამას ვიძახი, რომ ივან ივანოვი რომ დაესვა პუტინს, უფრო ალბათ გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ ბევრი ქართველისთვის ეს უფრო ასე ვთქვათ ყურს მოხდებოდა, ხო? და აი ამას დუგინმა თქვა ეს ბოდიში რომ გაწყვეტინებ, უბრალოდ ჩაგეჭრები ერთი წამი, დუგინმა თქვა თუ სწორად მახსოვს 2008-ში თბილისი ტანკებით რო აგვეღოდა იქ ჩვენი ხელისუფლება დაგვესვა, იმაზე უკეთეს ხელისუფლებას ვერ დავსვამდით, ვიდრე დღეს ყავსო. ზუსტად ასეა და აი სწორედ ეს ხრიკი არის გამოყენებული, რომ ქართველი ადამიანის სახელი და გვარი არის გამოყენებული, მაგრამ სინამდვილეში ჩვეულებრივად ეხლა მასე რა ვიცი ორჯონიკიძეც იყო ხო ქართული სახელი და გვარი და რა ვიცი და ცხაკაია და ვიღაცა ვინც იყვნენ და სტალინიც და ასე შემდეგ ხო მაგრამ აი ამ ბრძოლაში რომ მოვიგოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ეს რომ გავაცნობიეროთ რომ ეს არ არის არანაირად მიახლოებულათაც კი არჩევნები თუ 20-24-ში ყველანი შევთანხმდით რომ ჩატარდა სპეცოპერაცია აი დღეს გქონდა ფორმულაზე ეთერი 20-24-ის შემდეგ მდგომარეობა გაუარეს და თუ გაუმჯობესდა ცალსახად გაუარეს ხო ყველამ ვიცით აი სულელი უნდა იყო რომ თქვა რომ იგივე დარჩა და არ თქვა რომ გაუარესდა ძალიან მკვეთრად გაუარესდა ხო თელი წება პოლიტიკური ლიდერებისა ციხეში შედან აგერ ახალგაზრდები პატრიოტები ციხეში შედან და საკანონმდებლო სფეროში რა გააკეთეს საერთოდ მოწმინდეს ყველაფერი ყველანაირი ასე ვთქვათ კონტროლის და ხო არაფერს არ და ვერც გააპროტესტა ფერაფერს ხო და შესაბამისად ეს თუ არის სპეცოპერაცია რუსული სპეცოპერაცია რა მასში მონაწილეობაზე შეიძლება იყოს საუბარი და აი დავამთავრებ რომ ზაზას მივცე რა თქმა უნდა საშუალება მისი ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ კონტრიბუციის ამ ჩვენ საუბარში რომ როგორც ყოველთვის და რომ შენ თუ მის თამაში შედიხარ მის ამ სპეცოპერაციაში იღებ მონაწილეობას რა ბრძოლაზე ლაპარაკობ ეს ბრძოლა კი არა ანუ რასაც დაარქმევ ყველაფერი ის კი არ არის ახლა დაარქვი ახლა ბრძოლად არ დაარქვი რომ არის რა ვიცი ეტლი ხო ახლა ამით ის ყვახი ეტლად ხო არ გადაიქცევა ხო ამით ეს ბრძოლა კი არ არის ეს არის ბრძოლის ღალატი ეს ან მინიმუმ იმიტაცია ბრძოლის მაგაშია საქმე ჩემი აზრით ეს არის ჩვენი ხალხის ბრძოლის ღალატი ეს არის როცა შენ კოცურ სქემაში ჯდები ეს არის კოცების გამართლების ეს არის კოცების ლეგიტიმაციის და კოცებისთვის დახმარების ხელის გაწვდენა ანუ შეგნებულად ან შეუგნებლად რაღაცა სასარგებლო იდიოტობის ასე ვთქვათ როლის შესრულება ამიტომ დაუსვათ ამას უნდა წერტილი ყოველ შემთხვევაში მე მინდა რომ ერთხელ და სამუდამოდ და ეს რაც შეიძლება მალე დაესვას ამას წერტილი რომ ეს არის რუსული სპეცოპერაცია შესაბამისად ამაში მონაწილეობა არავითარ შემთხვევაში არც ერთი პოლიტიკური პატრიოტული პარტიისგან არ შეიძლება და დაუშვებელია პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრა მოწვევისთვის და კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ სტუდიაში წარმატება ამ წამოწყებას და წარმატება იმ იდეას და იმ საქმეს რომელსაც ეს წამოწყება ემსახურება რაც შეეხება იმ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს რომელიც დაგეგმილია ოქტომბრისთვის მოდი ასე ვთქვათ ხო უკან რო გავიხედოთ და გადავავლოთ თვალი ივანიშვილის ხელისუფლების 13 წლის განმავლობაში რა ხდებოდა და დაუშვათ ამ შემთხვევაში მე რასაც ვიტყვი ხო შეიძლება ამას რაღაც ხვედრითი წილით რაღაცა კოეფიციენტი მივანიშოთ ხო თუ ყველა წინა ჯერზე აღმოჩნდა რომ რასაც პირადად მე გია თუ სხვები ვამბობდით აღმოჩნდა რომ ასე იყო ხო შეიძლება რომ დღეს მაინც გვენდოთ ხო და დაგვიჯეროთ ანუ არ შეიძლება რომ ადამიანი რომელმაც დაუშვათ აი რომ მეგობრები ვარ ჩავსხედით მანქანაში საჭესთან დაждდა ყველა შესახვევი შეეშალა გზა ვერ გააგნო რამდენჯერმე ავარიაში მოხდა და გეუბნება ისე მე უნდა ვატაროო და იჯექი მანქანაში მაგრამ დამიჯერე რა იმიტომ რომ ყოველა წინა ჯერზე აღმოჩნდა რომ ის გზა რომელიც გითხარე იყო მართებული და შესაბამისად ის გზა რო აგვერჩია დღეს სხვაგან დავიწყოთ 20-20 და ეს რადიკალიზმად ინახება ჩემი პირადი ტკივილია იმიტომ რომ როდესაც ვამბობდი რაღაცას ხო ბოდიში და იატაკზე მოსაქმებულია ხო ვიღაც გამოვიდოდა და იცით რა აი ერთგვარი კითხვის ნიშნები ჩნდება რომ აი სუბსტანცია რომელიც საკმაოდ ესეთ უსიამოვნო არომას გამოყოფს ხომ არ არის
არის და ეს კითხვის ნიშნები და შეიძლება მან დადებითი როლი შეასრულოს რაღაცაში. ხო და ანუ შესაბამისად არა და შეიძლება გამოსულიყო და გეტყვა რომ იცი რა ბოდიშ და მოისახმა ვიღაცამ და ასაწმენდია ანუ ძალიან მარტივია რაღაცეები ხო ეხლა 20-ში არ დავიწყებდი მე ვიწყებ ხოლმე 2014-ში ამაზე საუბარს ვინაიდან ანუ გაყალბებაზე მეტად მაშინ იყო დემონსტრაციულად იმ ნების გამოხატულება რომელიც ივანიშვილს ჰქონდა მან პირველ და მეორე ტურს შორის ადგილობრივ არჩევნებში დაიჭირა გიგი უგულავა არა მე 20-ში ლელოსთან მიმართებაში ხო ანუ ამ შემთხვევაში პარლამენტში შესვლა ლელო 2014 მე აღარ იყო ხო ანუ ამაზე არ საუბრობ იმაზე რომ 2014 წელს ადგილობრივი არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის ივანიშვილმა დაიჭირა ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროსი და დაიჭირა საჩვენებლად აი როდესაც ყველა მე მგონი მაშინაც ამერიკის ის იყო რა ქვია დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პიკნიკი იყო ამერიკის საელჩოში და ყველა იქ იყო ცხოველი დიპლომატები პოლიტიკური ელიტა და ასე შემდეგ და აი საჩვენებლად აიღო და დაიჭირა გიგი უგულავა მაშინ ჩვენ ვამბობდით რომ იცით რა ეხა გასაგებია რომ ჯერ შეიძლება არ კონდეს რაღაც კონკრეტული მტკიცებულება მაგრამ როდესაც მეორე ტურის წინ აი ადამიანი გეუბნება რომ რასაც მინდა იმას ვიზამ არ მაინტერესებს კანონი, არ მაინტერესებს მიზანშეწონილობა, არ მაინტერესებს დიპლომატების აზრი, აი ესეთი ხოში მაგ და ამას გავაკეთებ, ხო? ქონდა თუ არა იმ შემთხვევაში აზრი განგვეხილა რომ მეორე ტურში არ გავსულიყავით. ნუ მაშინ იყო, რა ვიცი, მათ შორის თვითონ კანდიდატი ამბობდა რომ მე გავალ და გადავხევ და ასე შემდეგ, 1% კი არა და 9% ვერ დაიმატა მეორე ტურში. მოხდა რა? მეორე ტურით გაправდა დემოკრატია, გაправდა არჩევნები, შერჩა პოლიტიკური დევნა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ ის ერთადერთი ბერკეტი რომელიც ჩვენი და ჩვენში მე არ გულისხმობ ოპოზიციას ჩვენში გულისხმობ ქართულ საზოგადოებას რომელიც ჩვენ ხელთ იყო ჩვენ არ გამოვიყენეთ იგივე მოხდა 2016 წლის მეორე ტურებში და ნუ 2020-დან აღარ მოყვები უკვე 2018-ის მეორე ტური საერთოდ ხო 2018 კი ბატონო ეხლა რაზეა საუბარი ხო მე გავიგებდი ვიმეორე მინდა ძალიან დიდი პატივისცემა დავადასტურო მამუკას და ბადრის მიმართ პირადად ხო არა ისედაც ციხეშიც და ციხის გარეთაც როგორც მოქალაქეების მიმართ როგორც ბიზნესმენების მიმართ და ასე შემდეგ მე ვარაუდობდი ნუ ბევრი ვარაუდობდა რომ შესაძლოა მანამდე ამ თემაზე ორაზროვან და ბუნდოვან პოზიციას ქონოდა ის დატვირთვა რომ თითქოს აი იყო შიში პატიმრობის და ასე შემდეგ და თითქოს ეს იყო პოლიტიკური ლავირების ნაწილი მაგრამ დღეს როდესაც ივანიშვილმა მე-100 და მე-1000 გვანახა რომ არაფერი არ აინტერესებს ხო ისევ ამ თამაში შესვლა მხოლოდ თვითდაზიანებას გამოიწვევს ანუ მე ასე მგონია რომ დაუშვათ ლელო გავიდა ადგილობრივ არჩევნებზე უკვე ისეთი სურათი იქნება და არის უკვე ეს სურათი საქართველოში რომ ის აი ამ პოლიტიკურ ველს ამ პოლიტიკურ ბრძოლას ვერაფერს ვერ დააკლებს მაგრამ დაზიანდება მე ვიტყოდი დასრულდება როგორც პოლიტიკური ძალა ვინაიდან ის დაკარგავს იმ ამომრჩეველს რომელიც ყავს მე ამას არც ლელოს უსურვებ და არც ზოგადად ამ სიტუაციას უსურვებ უბრალოდ ეხლა ორმაგად არ მესმის ვინაიდან ამ სიტუაციაში ვერ ხვდები რა შედეგი შეიძლება მოყვეს არჩევნებში გასვლას. ლევან შენ ახსენე და გავიმეორებ იმას რომ 26 ოქტომბრის მერე ვითარება არის ანუ უბრალოდ გაუარესებული კი არა რადიკალურად გაუარესებული არის ტოტალური საერთაშორისო იზოლაცია არ იქნებიან დამკვირვებლები აღარ არსებობს სამოქალაქო სექტორი რომელსაც ექნება ან ფიზიკური საშუალება ან ფინანსები ან რაიმე სხვა უნარი რომ დააკვირდეს არჩევნებს იურიდიული მოუსპეს პოლიტიკური სპექტრი ლიდერები ყველა ციხეში არიან სუსი არ შეცვლილა ცესკოს თავმჯდომარე არ შეცვლილა ის გაყალბებული სიები რო იყო და რო დაკიდეს საიტზე დღემდე არ განახლებულა ის სიები ანუ რა ვიცი ადამიანები რო შედიოდნენ და საკუთარ მისამართს ამოწმებდნენ აი 10-დან 8-9 შემთხვევაში ვიღაც უცხო ხალხს აღმოაჩენდნენ ხოლმე საკუთარ მისამართზე ხო ეს რას ნიშნავდა ხო შეიძლება ერთი შეცდომა იყოს 2 10 100 მაგრამ სისტემური იყო ეს მიწერები ეს უკანონო მიწერები უცხოეთში წასული ადამიანების მიერ აქ ხმის მიცემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს ხო არაფერი არ შეცვლილა ხშირად იხსენებენ ხოლმე 2000 უკაცრავად 1990 წელს და გვალი მაგიდეს და მაშინ ეროვნული ძალების ბოიკოტს და თქვენს აი ხო გავიდნენ მე ეროვნული ძალებიო არჩევნებზე და ეროვნული ძალები მას შემდეგ გავიდნენ რაც ყველაფერი მიიღეს პრაქტიკულად რასაც ითხოვდნენ ხო ითხოვდნენ დაახევინეს უკან კომუნისტურ ხელისუფლებას და ის ხო ქუჩას ეჭირათ და რეალურად ის არჩევნები უკვე გადაბარება იყო ხელისუფლების დღეს ეგ ვითარება არ არის შესაბამისად დღეს იმ ილუზიის შექმნა რომ ჩვენ თბილისს წავგლეჭთან ან რა ვიცი ხაშურს წავგლეჭთ მათემატიკურად შეუძლებელია აი ყველანაირად შეუძლებელია ორგანიზაციების ჩართულობით მხოლოდ ლელოს და გახარიას ჩართულობით მათემატიკურადაც შეუძლებელია ისედაც აი დაუშვათ რაღაც აი რომელიღაც თეორიულ სცენარში დაუშვათ რომ წავგლიჯეთ ხაშური თელავი და ზუგდიდი პირობითად ისე ვიძახი
შემთხვევით შერჩევის პრინციპი. იზევიზე ხაი რა შეიძლება მოყვეს ამას, აი მოვიგეთ წინა არჩევნებზე წალენჯი ხა ძალიან კარგი, ძალიან მიხარია, მაგრამ ხო და ზუგდიდის და ბათუმიც ასე ტექნიკურად თვითონ მოვიგეთ. ხო, არა, ტექნიკურად პირველი ტური 4 მოვიგეთ 2016 წელს, მაშინ 4-ვე გააყალბა. თუ გახსოვთ, მაგასაც შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ზუგდიდზე წინასწარ თქვა ივანიშვილმა, რომ ჯერთი რომ არც ერთ უბანს არ მოვაგებინებო საქართველოში, არც ერთ ოლქსო. და ვერც ის ქალბატონი ვერ მოიგებს ზუგდიდშიო და საჩვენებლად დაარბია ის ოლქი და რამდენიმე უბანი მარტო ანაკლიაში არა რამდენიმე დაარბიეს რის შედეგადაც ჩამოვიდა 50%-ზე დაბნელ მაჩვენებელი და მეორე ტურში რა მოხდა ეგ უკვე ყველა კარგად ვიცით. ანუ დღევანდელ ვითარებაში ერთადერთი ბეკეტი რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ დაგვჭა ხელში არის მათი ლეგიტიმაცია. ამ ლეგიტიმაციას ჩვენ მათ ვაჩუქებთ თუ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. და გარდა ამისა უნდა რაც ლევანმა ახსენა თქვათ რომ ელემენტარულად საღი აზრი ვკარნახობს გამომდინარე იქიდან რასაც თვითონ ლელო ამბობდა რომ ამას თავაზობს ამ იდეას მიგრეთ წოდებულ არჩევნებში სინამდვილეში სპეცოპერაციაში მე სულ ყოველთვის ამას ასე მოვიხსენიებ მონაწილეობასთან დაკავშირებით თუ გავიდოდა ერთიანად ასეთი იყო ყოველთვის თავიდან განაცხადი ხო ну ეს არ არის ის რაც 8 პარტიამ ნაციონალურ მოძრაობამ და კიდე 7 პარტიამ ამას წინ გავაკეთეთ ერთობლივი ოფიციალური განცხადება რაღაცა ჩვენი ახირება და რაღაცა პოლიტიკური პოზა და რაღაცა კეკლუცობა ეხლა ამ პოლიტიკოსობის და პოლიტიკანობის თუ რაღაცა პოლიტიკური რაღაცა იმეების თამაშის ფუფუნება არავის არ აქვს რა მართლა ქვეყანა გადასარჩენი და იქ ისეთმა პარტიებმა მოვაწერეთ ხელი რომლებიც ну არ არიან მოდი ასე ვთქვათ კარგად მანდამაინც ერთმანეთთან ურთიერთობაში სხვადასხვა პლატფორმებში არიან მოდი ვთქვათ რაღაც ნაწილი არის ის ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან არიან რაღაცა ნაწილი არა ვართ იქ და დამოუკიდებლად მოქმედებთ და ბევრი რამ გვასხოვებს მაგრამ აქ არის აი 2x2 4 რომ ეს არის სპეცოპერაცია, ამიტომ არ მივიღებთ მონაწილეობას შესაბამისად, ეხლა ცდელობა იმისა, აი ამ ხნის განმავლობაში რომ გაგრძელდეს ეს პროცესი, რომ აი იქნება და ეს 8 პარტია, მით თავარი ეხლა მოდი ყოველგვარი იმის გარეშე არის ნაციონალური მოძრაობა და ახლები, გამარჯვებულ პარტიათაგან 2 მთავარი პარტია, ხო? ამას გადაიბირებენ და თქვათ აზრ შეასრულებინებენ, ну მე მგონი ძალიან ისედაც პრიმიტიული შეხედულება. ხო, ძალიან არასწორი მოლოდინის დათესვაა და ну ძალიან ანუ საერთოდ არ უნდა იცნობდე არც ერთ პარტიას, არც მეორეს, არც ამ პარტიას. და ელექტორატს არ უნდა იცნო. და ну მით უმეტეს ელექტორატს, ხო ეს პარტია ელექტორატია ხა, ხო, ნაციონალური მოძრაობა არ არის მარტო მიხეილ სააკაშვილი ან დინა ბოგუჩავა ან ნებისმიერი ჩვენთან. ის კვლევა პირიქით ხო არა ჩვენებს. ეხლა რომ ამბობდეს 80% შევიდეთ და ჩვენ რომ ამბობდეთ რომ არ უნდა შევიდეთ. ესაც მე მიმაჩნია რომ ზოგადად მაგაშია საქმე ჩვენ ვართ იდეის პარტია, ჩვენ ვართ ფასეულობების პარტია, ფასეულობებზე იდეაზე დაფუძნებული პარტია, ხო, ლიდერი ყავს გამოკვეთილი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე მე-4 წელიწადია პუტინის პატიმარია და ნუ და ამას ალბათ გვექნება დრო და ცალკე შევეხებით მიშას თემას. ელემენტარულად ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევიცვლით 100, იმიტომ რომ ჩვენ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არასდროს არ მივიღებთ. მაშინ ჩვენ ნაციონალური მოძრაობა არ ვიქნებით და ვეღარ ვიქნებით და საერთოდ აღარ კაპიკი იქნება ჩვენი ფასი. ამიტომ მე მინდა მჯეროდეს კვლავ, რომ ლელო იმას გააკეთებს, რაც თქვა, როცა დაინახავს, ну, რაც მალე დაინახავს უკეთესია, ხო, აქამდე თუ ვერ დაინახა ამას ვამბობ, რომ აღარ გადადგამს ამ ნაბიჯს და ასეთ ძალას ანუ თავის თავს არ დაკარგავენ, თავის ამორჩეულს არ დაკარგავენ, ამ ხალხს არ უღალატებენ და ასეთ ძალას არ დავკარგავთ როგორც პოტენციურ პარტნიორს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. რაზეც სწორედ მე მგონი განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს ვიდრე ლეველს. საერთოდ არ გვაინტერესებს ის რა. ის იმთავითვე გასაგები იყო რაღაცნაირად და სიტუაციურად ვცდილობდით რომ გვეთანამშრომლო, ხო? და სიტუაციურად ხო, მაგრამ ნუ ილუზიები არ ქონდა, მაგრამ სიტუაციურად მზად ვიყავით გვეთანამშრომლად. აქ გასაგებია ეს არის სხვა ტიპის ელექტორატი, სხვა ამომრჩეველი, მაგრამ ის რომელიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან და რომლებიც ნამდვილად არავისზე ნაკლებად ჩემი ღვარწმენით არ არიან დაპირისპირებული ამ რუსულ რეჟიმთან და რომელთაც არავისზე ნაკლებად გულწრფელად არ უნდათ ამ სენის მოცილება. ამიტომ ისინი თავის ამორჩეულსაც ამ გაგებით უღალატებენ და ამიტომ გვინდა რომ კვლავ გავაგრძელოთ ერთობლივად ბრძოლა, არა ერთ პარტიაში, არა ერთ უგნებავთ ერთ კოალიციაში, მაგრამ ერთ საერთო ეროვნულ სახალხო ახალ ეროვნულ სახალხო მოძრაობაში, რომლის ამოცანა არის
გნებავთ ასე ვთქვათ მარტო რეჟიმის გასტუმრება თქვა, ეხლა იდეა არის მესამე რესპუბლიკის დაფუძნების საინტერესო არის, იმიტომ რომ ალბათ რა თქმა უნდა კონსტიტუციის გადახალისება მოგვიწევს, კანონმდებლობის გადახალისება მოგვიწევს და ბევრი პრინციპის რაღაცნაირად ჩაბეტონება მოგვიწევს, რომ რაც არ უნდა ადამიანი ვიღაცა 1-2 ან პარტია მოვიდეს, ხო, რაღაცები ფუნდამენტური რაც არის, ვერ შეცვალოს ვერანაირად. ნუ რა თქმა უნდა პირველ ყოვლისა რაც გასაკეთებელია საარჩევნო რეფორმა, ხო? ამიტომ ყველანი ძვირფასია ჩვენთვის ამ ბრძოლაში და აი ეგ მინდა ვისაუბრო რომ აი როდესაც ადამიანები საუბრობენ რომ აი მიხეილ სააკაშვილი კი არის პოლიტპატიმარი არ არის ვერ გაარკვიეს აი ნაციონალური მოძრაობა თან ამბობენ რომ აი ქოცებს ებძვიან და ამავდროულად უნდათ რომ ნაციონალურ მოძრაობასაც ებძოლონ ნაცქოცურ ამბავს ებძვიან და საუბარი იწყება ხოლმე ასე მე ნაცი არ ვარ მაგრამ ხო აი რაღაცა ანუ დაბევება რომ არ არის იმის თქმა მინდა რომ სანამ ეს მარაზმი არ მორჩება აი ჩვენს შორის ჩვენს რიგებში აი იმ ადამიანთა რიგებში ვინც გავართ რუსთაველზე მოდი ასე ვთქვათ ხო ჩვენ ხო კრებსითად გავართ ძალიან ბევრი ადამიანი ხო სანამ იმას ვერ გავაცნობიერებთ რომ ჩვენ მართლა თანამებრძოლები ვარ და სანამ იმას ვერ გავაცნობიერებთ რომ შავია და თეთრია და ამის გარჩევის უნარი გვექნება ხო ნუ შეუძლებელია რაღაცა რეალურ მიზანთან დაკავშირებით საუბარი და ბრძოლა ამ მიზნის ერთი წამი ჩავერთო ჩემი აზრით მაგაში ძალიან დიდი როლი უჭირავს იმ ფაქტორს რომ ეხლა მე უჩვეულოდ ჩემთვის კრიტიკოსის როლში უნდა ვიყო წინა 9 წლის მიმართ ანუ ჩემი მოთხოვნილება იყო რომ როდესაც ხედავდი რაღაც აი ბინძურ რუსულ ბრალდებებს ამაზე მომესმინა ყოველდღიური პასუხი და ვიცოდი რომ მაგალითად თქვენ ხელისუფლების დროს იყო პოზიცია რომ ხა ჩვენ ახლა ამას ხო არ უპასუხობთ აი რაღაც აი ასავალ-დასავალის ფურა აი სანდრა რო ორგანოებით ვაჭრობთ ეს ამას ხო არ უპასუხებდა ნახეთ რა მოხდა ყველა ეგეთი ბრალდება დღეს მიგრირდა და ავიდა ხელისუფლების თუ რაც ქვიათ ამათ უმაღლეს ანუ ჩვეულებრივი მეინსტრიმ რიტორიკაა ხო ადრე რაზეც გვეცინებოდა რაზეც ფიქრობთ ხა აი ამ მართლა ჭუჭ ხო არ უნდა უპასუხო აღმოჩნდა რომ ეს არის ამათი იდეოლოგია ხო და შესაბამისად უპასუხისგებლობით დღესაც ლაპარაკობენ რაღაც გაუპატიურებზე ცოცხლებს ხა გასაგებია ციხეში რო ცუდი ვითარება იყო კონტექსტი სჭირდება ამას მაგრამ ის რომ ეს ცოცხის თემა ცოცხი ხო თვითონ მოიგონეს არა თვითონ მოიგონეს თვითონ დადგეს და თვითონ თავისი სიმბოლოა სხვადასხვა რაც რო გადის ნაკლებად ახსენებენ იციან რომ კონტრპროდუქტიულია ჩვენ უნდა შევახსენოთ ანუ მათივე ნაღმზე უნდა პოლიტიკურ ნაღმზე უნდა ავაფეთქოთ ყველა ის რასაც ყველაფერი ის ასაც ლაპარაკობდნენ ხო რა ვიცი 26000 საჯიში გაუპატიურებული ვაჟკაც და ასე შემდეგ ხო რატომ აი არჩევნების თემას უბრალოდ ერთი წუთი რო დაუბრუნდეთ ხანდახან შეიძლება არ იცოდე რა არის ის ერთადერთი გზა ან რაღაც გარანტირებული გზა რომელიც გამარჯვებამდე მიგიყვანს მაგრამ იმის ცოდნაც კი თუ რა არ უნდა გააკეთო საკმარისია ხო მინიმალისტურად რო შევხედოთ ამ ყველაფერს და არჩევნებზე გასვლა დღეს აი ვიღაცები კითხულობდნენ არ დავასახელებ სახელ და გვარს რომ ანუ აი მაშინო თუ არ გავალთ რა უნდა გავაკეთოთო 5 ოქტომბერს ხო და არჩევნებზე გახვა რა უნდა გააკეთო არჩევნებზე რო გახვედი წააგე ლეგიტიმურად წააგე უცხოელებთან აღდგება ივანიშვილის რეჟიმის კონტაქტი დარჩება ეს პოლიტპატიმრები ციხეში და ჩვეულებრივ ნორმალიზება მოხდება ჩვენზე ალბათ საშვებს ხო აი რა ვიცი ხო და იტყვიან რომ აი რაღაც სირცხვილია ხო ამ შემთხვევაში ვიმეორებ იმის ცოდნა თუ რა არ უნდა გავაკეთოთ არის საქმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და დანარჩენი გამოჩნდება ამ შემთხვევაში ჩვენი ბერკეტი ხო იმ ვითარებაში როდესაც ფული ჩვენ არა გვაქვს კანონი ამათია პოლიცია თუ რაც ქვიათ ამათ ძალოვანები ამათია რუსული სპეცსამსახურები აქ ადგილზე არიან და ხო და არა მხოლოდ საქართველოს მართავენ არამედ მაღალი ალბათობით იგივე სომხურ ვითარებაშიც და სომხურ მოვლენებშიც აქტიურად არიან ჩართული საქართველოს ტერიტორიიდან ხო აი ამ ვითარებაში ახლა იმაზე საუბარი რომ ჩვენ გავალ და რაღაც ილუზიას შევქმნით დემოკრატიულობის არის ნუ პოლიტიკური დანაშაული არის კიდე ერთი ასეთი ვერსია და ჩვენი რამდენიმე უცხოელი კეთილმოსურნე გვეუბნება ამას ზოგი მიამიტობით ზოგი გამოუცდელობით ზოგი კონტექსტის არ ცოდნით რომ აი თქვენ უნდა გახვიდეთ ველზე და ხალხს ესაუბროთ იმაზე რაც ხალხს აწუხებს ხო რაღაც წყალმომარაგებაზე და პენსიაზე და ასე შემდეგ ხა ეს 2x2-ია 2x2 უпроსტად არავინ არ უშლის ხელს ოპოზიციას არც ერთ პოლიტიკოს არც ერთ აქტივისტს არც ერთ ჯგუფს გავიდეს ვისაც უნდა შეხვდეს რაზეც უნდა დელაპარაკოს უბრალოდ ეს არ არის ის რაშიც ჩვენ ხელისუფლებას აჯობებ ხო ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენს უახლეს ისტორიას ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა რომ სოციალური ფონი იყო ძალიან მძიმე ხანდახან კრიმინალური ფონი იყო კატასტროფული ხო
ის რაც საქართველოს ცვლილებას იწვევდა, იყო მართლა ღირსების საკითხი, იყო ეროვნული დამოუკიდებლობა, ოკუპაცია, რუსეთი, აი ესეთი თემები და არა ის რომ ვიღაცას უჭირს. კი, ის რომ ვიღაცას უჭირს, ეს არის მისი ზოგადი უკმაყოფილების ნაწილი. აი რომ შევადაროთ, აი მოუშვი, ასე ვთქვათ, გაზი, წამოვიდა, ბუნებრივი არის, მაგრამ აი ეს ნაპერწკალი, რომელიც ანთებს ამას და ხანძრად და ცეცხლად აქცევს, ეს არის ღირსება, ეს არის რუსეთი, ეს არის ჩვენი ეროვნული იდენტობა და ამას არაფერი არ შეცვლის, ვერ შეცვლის ჩვენ ახლა ქართველის ბუნებას და არც გვინდა ამის შეცვლას ცდილობენ ხოცები, როდესაც აი ამ უკუღმართობას, რასაც გვაყურებინებენ გალუსტაშვილებს, ღუდუშაურებს და ვიღაცებს, ამას თავაზობენ როგორც ქართველობის სიმბოლოს, ნიმუშს, ვაჟკაცობას, აი ეს მართლა ამოტრიალებული რეალობა, როდესაც ყველაფრის საწინააღმდეგოს განასახიერებენ. გელათის მგრეველები არიან დიდი ქრისტიანები და ჯვრის მონასტერი წინგრევა. საყდრისის ამფეთქებელი გვეუბნება, რომ მეო თქვენი ტრადიციების დაცვა მინდაო, ხო და საყდრისი ააფეთქეს, გელათი 900 წელი იდგა და ივანიშვილის პირობებში. ავგან მუხტარლის საქმეზე რაც იკადრეს, ახლა ეს ხო ყველანაირ ქართულ იდენტობას ეწინააღმდეგება და მე აქეთ გველაპარაკებოდნენ სტუმარ მასპინძლობაზე და ვაჟა-ფშაველას ციტირებს. ალტერნატივა ყველაფერი იმისა, რაც აზამ თქვა, შემოგთავაზეს ერის ეროვნული ინტერესების და საქართველოს დაცვის ნაცვლად ვიღაცეების, ვინც დაკომპლექსებულები არიან, ცალკეული ტიპების უკანალების დაცვის თემამდე ჩამოალაბორანტეს ეს ამბავი. აი საქართველოს ასე თქვა, ესე ჩამოიყვანეს აქამდე. ჩვენ ვიბრძოდით ერის დასაცავად, სახელმწიფო ინტერესების, ქვეყნის ინტერესების, ეროვნული ინტერესების დასაცავად და ამათმა დაიყვანეს, რომ არა, უკანალი უნდა დავიცვათ. და ამათ უკანალს ვიღაცა არა, ეს არგუმენტი არის, თორე ამის შედეგია ბიზნეს ფული, თორე არგუმენტი ის არის, რომ აი ვიღაცა ჩვენს უკანალს ერჩის, ხო? არავინ არ ერჩის თქვენს უკანალს არსად. არავის არ უნდა, ხო? თუ თქვენ არ შესთავაზებთ და ახლა სწორედ ამით არიან დაკავებული, ხო და აქედან გამომდინარე, ნუ რა ვიცი, ნუ ეშინია ეს და აი აქ ამ დომარობამდე, აი ხო მართლა სასაცილო იქნებოდა სატირალი რო არ იყოს სინამდვილეში, ხო, რომ მართლა ამ დონემდე დაიყვანა აი ამ მოღალატეთა ბანდამ საქართველოს მდგომარეობა და აი ეს მინდა რომ ის დავხუროთ, რომ რას გავაკეთებთ 5 ოქტომბერს. გავაკეთებთ იმას, რომ გავაგრძელებთ პრინციპულ შეურიგებელ ბრძოლას, კი, არაძალადობრივ მშვიდობიანს, მაგრამ პრინციპულ ბრძოლას ამ რეჟიმთან, რომელიც ხომ ვიცით, რომ ტყვანია, ხომ ვიცით, რომ დამნაშავეა, ხომ თვითონაც იციან, რომ საქართველოს მოღალატები არიან, კონსტიტუციის დამრღვევები არიან, ხომ ვიცით, რომ ჩვენ მართლები ვართ, ხომ ვიცით, რომ ჩვენ თუ არ გაგვტეხეს, ჩვენი ერთიანობა თუ შედგა და ის ერთიანობა ვერ დაშალეს, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს იგივეა იმის თქმა, რომ აი რატომ არ მივახცევთ შედეგს უკვე 5 ოქტომბერს ან 10 ოქტომბერს. ეს იგივეა, რომ აი მსხმოიარე ხის ნერგი დარგა გაზაფხულზე და შემოდგომაზე უკვე მიადგე ცულით, რომ აი თუ ეხლა ნაყოფი არ გაქვს მოსხმული, აი ეგრევე მოგჭრი. ებიჭო დაიცადე იმას ყველაფერს თავისი დრო აქვს, ხო? ახლა რასთან დაკავშირებით ლაპარაკობ. ერთია რომ ჩვენ თუ კონსოლიდაციას მოვახდენთ ჩვენ თუ გამოვაფხიზლებთ იმ 45% ადამიანებს, რომლებიც 20-24-ის არჩევნებზე საერთოდ არ მოვიდნენ, იმიტომ რომ უჭირდათ, ბევრს საერთოდ არ ქონდათ ან ქვეყანაში არ არის, იმიტომ რომ დააშინეს, იმიტომ რომ მოწმობა წაართვეს, იმიტომ რომ პოლიცია დააყენეს, იმიტომ რომ კრიმინალები დააყენეს, 1000 უბედურება გაუკეთეს, ხო? მაგრამ ძალიან ბევრი იყო, რომელსაც არც ხელოდა ამისათვის ლუკმაპურისთვის იბრძვის, შვილები როგორ დააპუროს იმისთვის იბრძვის და არც ხელა არაფრისთვის, არც პოლიტიკისთვის, არც არჩევნებისთვის არაფრ მაგრამ უნდა მივიდე და იმ ადამიანებს უნდა აუხსნათ რომ აი ეგ მდგომარეობაში რომ ვართ ძალიან ბევრი ქართველი ხო ჩვენს თანამოქალაქე იმიტომ ვართ რომ მოაჯდა ბაყბაყდები ივანიშვილი მისი ბანდით რამოდენიმე ასეული ამ ბანდის წარმომადგენელი ისინი ისქელებენ ჯიბებს მართლა მილიარდებით და ამაზე მოუწევთ პასუხისგება არა მარტო საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატზე და კონსტიტუციის ღალატზე არამედ იმ უამრავი მილიარდი ლარის ბიუჯეტიდან და საქართველოს ეკონომიკიდან გამოწოვის და მოპარვის გამო ეს აუცილებლად დადგება და ეს არ შეიცვლება შენი ოჯახის მდგომარეობა არ შეიცვლება თუ კი ეს რუსული ძალა არ მოვიცვლი და ეს არ არის რაღაცა უბრალოდ პოლიტიკური ყბადაღებული თემა. 13 წელი ესე ითვლებოდა რომ ეს ნაციონალური მოძრაობის რადიკალური მიმართულება იყო და აღმოჩნდა რომ ყველაფერი მართალია. არა, სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობაში იყო შიგნით ის ძალები რომლებიც მათ შორის უცხოეთში დადიოდნენ და ამბობდნენ რომ ნაციონალური მოძრაობის
რადიკალური ფრთა არ უნდა გავაძლიეროთ, ხო, არ ვიტყვი მათ სახელდაგვარებს, მაგრამ საიდან დავიწყეთ? ანუ აი ეს დაკომპლექსება ერთგვარი, რომ აი მე ნაცებთან არ დავდგები პირობითად, საიდან წამოვიდა აი ამ პროპაგანდის წარმატებიდან და რუსული და ქოცური პროპაგანდის წარმატებიდან და ჩვენ ყოველდღიურად ერთი უნდა ვიმეოროთ, მეორე უნდა შევადაროთ, ხო, მართლა შევადაროთ რა ხდებოდა. ანუ ადრე კორუფცია რო არ ჩანდა, რა მოიგონა პროპაგანდამ? იმიტომ არ ჩანსო, რომ აი შენ კი არავინ აღარ გართმევს, აი გაიშნიკი აღარ გართმევს, ის ოვირი აღარ არის. ხო, ანუ ოვირი აღარ გართმევს, ის პასპორტს ისე იღებ, უფასოდ იღებ, ლიცენზიას ისე იღებ, გადასახადის დამალვა აღარ გიწევს, იმიტომ რომ 80% რო უნდა გადაგეხა და ჩამოვიდა 20%-ზე, 27 გადასახადი რო იყო, დარჩა 6 და ასე შემდეგ და ასე. ამას კი ვერ ხედავ შენ კორუფციას, მაგრამ ეს იმიტომ რომ არსებობს ელიტური კორუფცია. ხო, ამას გვეუბნებოდნენ. დღეს ელიტური კი არა, აი დღეს Transparency International-მა ამ რაჟდენს გაუგზავნა რამდენი იყო, არ ვიცი, რამდენიმე ათეული შემთხვევა, რა ხანო ანტიკორუფციული ბიურო ქვიაო, აჰაო, შენ რაც გამოვიძიეთო და რამდენიმე მე მგონი 50 თუ 80, არ ვიცი, 80 кейსი გაუგზავნეს, გამზადებული, აი საშუალო რანგის ჩინოვნიკებს აქვთ კოლოსალური რაღაც საარაკო თანხები მოპარული. თან ისეთ ხალხს სახელი და გვარები რო არის. ახლა რომეო მიქაუტაძეს ედავებიან? ანუ მაგის სახელი და გვარი მაინც ვიცი და აი იმ სიაში ათეულობით ისეთი ადამიანია, არც გაგვიგია, აი ვიღაც გამგებლის მოადგილეები, სიძეები და ათობით და ასობით მილიონზეა მართლა საუბარი. მეორე, როდესაც საუბრობთ ასევე ეროვნულ ღირსებაზე, ხო? თავი შეიქეს ახლა, ხო, ბაჩიაშვილის თემაზე უარი არ უთქვამთ, ხო? ნუ აი ვიფიქრეთო თუ ჩვენ იქიდან თუ ჩამოვიყვანეთ და ესე იგი რა მაგარი სუსი ყავსო და ესე იგი მართლა ძალიან მიჭირს ხოლმე თვითცენზურის შენარჩუნება, როდესაც ჩვენ ყავდა სპეცრაზმელები, ჩვენ ყავდა უშიშროება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს იცავდნენ გალში, ოჩამშირეში, ცხინვალში, საკუთარ ტუალეტში აფეთქებდნენ ქართველების კვლელებს, გაჩენის წამს ანანებდნენ ვალმერ ბუთბას და ტურამბას და სხვეებს. ისინი დღეს ამკვდრები არიან, ანციხეში არიან და ჩვენ ყავს და ისა რა ქვია, გიგაოთხოზორიას მკვლელი რაშიდ კანჯი ოღლი. თავისუფლად დადის, ვიცით ვინ არის, ვიცით სად არის და როდესაც ამაზე დაიწყო საუბარი, ხო, რა შემოგთავაზეს, ამათმა შემოგთავაზეს სია. ანუ ოთხოზორია ტატუნაშვილის სია, ანუ სია ჭამეთე, ხო, ადრე ხო გამოუშვით რომა შამათავა და იმ ოთხოზორიას მკვლელს ჩამოიყვანს ენგურის ხიდთან და იმ ადგილზე მოიყვანს სადაც ეს კვლელობა მოხდა, ხო? აი ეს არის ჩვენი ტრაგედია, რომ რუსმა ჩვენივე სისუსტეების გამოყენებით, სხვათა შორის ბადრი პატარკაციშვილი რო ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში, თბილისის აგდებას რა უნდაო, ხო? ანუ რუსი უკეთესად გვიცნობს ჩვენ, ვიდრე ჩვენ ვიცნობ საკუთარ თავს. 200 წელი ვიღაცები შედან და სწავლობენ აი ჩვენს ეროვნულ ფსიქოტიპს, რაზე ვარდება ქართველი, რაზე რეაგირებს და ჩვენ თავს არ ვიცნობთ. რატო არ ვიცნობთ? იმიტომ ჩვენ არ გვაქვს მეხსიერების კულტურა. ჩვენთან მეხსიერების კულტურას ებრძვის რუსეთი 200 წელი. აი ადრე რო იყო ის რა ქვია, დღესაც ასწავლიან, ხო, ვაზის აჩეხვა ხო ფიგურალური, დიდწილად ფიგურალური გამოხატულებაა, ხო? ვაზის აჩეხვის ტოლფასი ჩვენთან დღეს და ბოლო 200 წელი არის ჩვენი მეხსიერების განადგურება. ის რაც დაიწყო ვორონცოვმა მე-19 საუკუნეში, როდესაც უთხრა ამ ხალხს აი რაღაც მაშინდელი ინტელიგენციას, ხო? მაშინზე წითელი ინტელიგენცია არ ერქვა, მაგრამ მოდითო კაცო აქ დაჯექითო, ვილაპარაკოთ, ვისადილოთ, ვივახშმოთ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვა, ცოტა მედლებს დაკიდებ, ცოტა თეატრში წავალთ, აგიშენებთ თეატრს და ასე შემდეგ. მე 100 წლის მერე გაიმეორა ვასილ პავლოვიჩ ჯავანაძემ, როგორც ასევე ამ ხელისუფლებისთვის ძალიან საყვარელმა ფიგურამ და დღეს აი ეს აღარა გვაქვს, ჩვენ დავიწყებას ორი ალტერნატივა გვაქვს, ხო, მეხსიერება როგორც ჩვენი სიძლიერე და დავიწყება როგორც მტრისთვის ყველაზე უფრო სასურველი რამ, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ დავიწყებას მივეცემით, ხო, მაშინ ყოველ 10 წელიწადში ერთი და იგივე ნაღზე ფეთქდებით. ეხლა რაღა შორს წავიდეთ. არა მხოლოდ იგივე კლიშეებს იყენებს რუსეთი დღესაც გამოიყენა 90-იანების დასაწყისში, არამედ ხანდახან იგივე ადამიანები აკეთებენ. იგივე, ანუ იდენტურად ნანა კაკაბაძე, რასაც აკეთებდა 35 წლის წინ, დღეს ახლა რაღაც ჩამოაყალიბენებს რა ქვია, ნეიტრალური საქართველო და ანუ რაღაცა მეხსიერების ჰიგიენა თუ გვაქვს, ეს ადამიანი პოლიტიკურად აღარ უნდა არსებობდეს ახლა. მაგრამ ისეთები არსებობენ რომ მაგრამ რო გავაგზელო ის ფაქტი და მოდი ინტეგრაცია გავაკეთოთ კიდე ერთ დამატებითი თემის რომ ძალიან აქტიურად ირჯებიან აი ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე, სადაც დღესაც ითქვა რომ 4 აგვისტოს, უბრალოდ 5 აგვისტოს, როდესაც ივანიშვილის აი ეს რაღაცა პატარა ბანდა დაამთავრებს მუშაობას ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის გასამართლებისთვის და მთავარი მიზანი ბუნებრივია არის ვარდების რევოლუციის რევიზირება და სიტყვა რევოლუციასაც ებრძვიან გარდა ვარდების რევოლუციის შინაარსისა
რევოლუცია სიტყვასაც ებრძვიან და ამბობენ რომ გადატრიალება იყო, რევოლუცია არ იყო. და მეორე არის 2008 წლის ომის რევიზირება თავიდან ბოლომდე. ჰააგის გადაწყვეტილების, სტრასბურგის გადაწყვეტილების და ქართული მხარის გამტყუნება გარდა იმ 1000 ისაძაგლისა, რასაც აპირებენ. ითქვა რომ რამდენიმე ასეული გვერდი იქნება, პირველადი დასკვნა და ასევე აღნიშნეს რომ პროკურატურაში მალევე გადააგზავნიან შესაბამის საქმეებს. თვითონ აი ამ კომისიის, ეგრეთ წოდებული კომისიის არსებობაზეც ვილაპარაკოთ რა. ხო, რომ არც სამწუხაროდ ლევან ეგ მინდა ვთქვა, რომ არც დაუმალავთ ახლა რაზეც ლაპარაკობდი ვარდების რევოლუციაზე, რომ მათ მიაჩნიათ რომ ვარდების რევოლუციამ გადაახვევია, ეს წულუკიანმა თქვა, ხო? გადაახვევია სწორი გზიდან. წარმოიდგინეთ, აი მართლა აი რადონის აი ბრიყვი და რეგვენი უნდა იყო, რომ ამ ადამიანებს აი თუნდაც მარტო ეს ერთი ფრაზა რომ მოისმინო, კიდე რამეში დაუჯეროთ. თუ ოდნავ მაინც რაღაცა მეხსიერება გაქვს და იცი ან თუნდაც ახალგაზრდასთან მივდივარ. მაგრამ ან ვიკიპედიაზე შესვლა შეგიძლია. ხო, ან რა ხდებოდა აი მართლა იმ დროს, ხო, რომ ის გზა თუ სწორი გზა იყო და ჯანსაღი გზა იყო, ანუ მაშინ უბედურება რაღა არის, მე არ ვიცი, ხო და მართლა იმ უბედურებას, აი მართლა დავაღწევიეთ თავი, აი ესე წუმპიდან საკუთარი თავი ამოვიყვანეთ. პოლიცია შევქმნით იმის ნაცვლად რომ იყო მილიცია რომელიც თვითონ წარმოადგენდა საზოგადოებისთვის საფრთხეს თვითონ მონაწილეობდა ადამიანების გატაცებაში თვითონ მონაწილეობდა არ ვლაპარაკობ ხალხის დარცვაში ქუჩაში რო აჩერებდნენ ის გაიშნიკები და თვითონ მონაწილეობდა მანქანების გატაცებაში და ყველა მსხვილი საქმე რომელიც კეთდებოდა პოლიციის მაღალჩინოსნების და მინისტრის მონაწილეობით და საქმის კურსში იყვნენ და წილში იყვნენ. ხო, წილში იყვნენ. ყველა ძალოვანი პრაქტიკულად გადანაწილებული ჰქონდათ ეს სფეროები, ხო ხა? საბაჟოში რა ხდებოდა და საგადასახადოში რა ხდებოდა, ამაზე აღარც ვიტყვი და იუსტიციის სახლის მაგვარი, მაშინ კი არა. დღეს სახელმწიფოთა განვითარებულ სახელმწიფოთა უმრავლესობას არ აქვს. და დაიჭირეს ეს კაცი. და დაიჭირეს მიხეილ სააკაშვილი და პოლიტიკური დევნილია ზურაბადეიშვილი, რომელიც მინისტრი იყო და ციხეშიზის ვინც ზურაბადეიშვილის მოადგილე იყო, ამ მიმართულების მას კურირებდა იუსტიციის სახლებს. ხო, აი ეს არის ქოცების პასუხი ამ პროგრესზე და ეს არის აი მართლა აი შავრაზმული მართლა კონტრრევოლუცია, ეს არის რუსული სპეცოპერაცია დამოუკიდებელი სუვერენული ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს წინააღმდეგ, აი შურისძიება პირდაპირ და ის რომ აჩვენა რუსეთმა ასევე თავისი მეთოდები, რომ რაც ვერ მოახერხა ტანკით 2008 წელს, მოახერხეთ 2012 წელს იმ სპეცოპერაციით, რომლის უდიდესი შემადგენელი ნაწილი იყო ეს PR კომპონენტი, ეს ფსიქოლოგიურ საინფორმაციო, ასე ვთქვათ, შემოტევა განახორციელა და ძალიან წარმატებით გამოცადა ეს ყველაფერი და ამიტომ მინდა მაინც რომ დავასრულო ის თქვენის ნებართვით ისისა რომ რა უნდა გავაკეთოთ ხო რა არის ჩვენი ბრძოლის გზა თუ არა ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღება თანმიმდევრულობა ის რომ ესენი სუსტებიან და ქართული საზოგადოება უნდა გაძლიერდეს რომ ჩვენ უფრო და უფრო მეტნი უნდა გავხდეთ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ჩვენ საბრძოლაში ამასობაში ჩვენი უცხოელი პარტნიორები დასავლეთელი პარტნიორები აძლიერებენ ზეწოლას ამ მოღალატეებზე და რუსებზე ხედავთ ამას ჩვენ ყველანი და რა თქმა უნდა საერთაშორისო კონტექსტი საერთაშორისო კონტექსტში ჩვენ ხო მიმული ვართ ამაზე გინდა არ გინდა ხო აი გინდაც ის ადამიანები რომლებსაც რომ აშინებენ რომ აი მეორე ფრონტი გაიხსნება რომლებიც ასევე შეშინებულებენ უყურებენ ძალასაიტკენ არის ხო ისინი დაინახავენ რომ ბნელი ძალები მათ შორის რუსეთი მარცხდება იმიტომ რომ დამარცხდა ირანი დამარცხდა სირიაში რეჟიმი რუსეთი სომხეთიდან აზერბაიჯანიდან პანღურდება რუსეთი დამარცხდა მოლდოვაში დამარცხდა რუმინეთში მარცხდება სხვაგან ხო და ასევე მიუხედავად ყველაფრისა და პრობლემებისა დამარცხდება უკრაინაში იმ გაგებით რომ ვერცერთ მის სტრატეგიულ ამოცანას ვერ აღწევს არათუ ვერ აღწევს პირიქით შედეგი მიიღო ნატო არ უნდა და აღმოსავლეთში და ორი ნატოს უზარმაზარი ქვეყანა მიიღო ფინეთისა და შვედეთის სახით უკრაინის დემილიტარიზაცია უნდა და ისეთი ძლიერი არმია ევროპაში ნამდვილად აღარავის აღარ აყავს როგორც უკრაინა და თუ კი რამე შეიარაღე
შეჯაღება არის მათ შორის თანამედროვე რაც შეიძლება ამერიკასაც კი არა აქვს უკრაინელებს აქვს გულისხმობ განსაკუთრებით დრონების ტექნოლოგიებში და ამ მიმართულებით განსაკუთრებით ანუ უკრაინა მართლა კბილებამდე შეიარაღებულია და მოტივირებული რაც არ უნდა უჭირდეს რაც არ უნდა სისხლისგან ასე ვთქვა სისხლის დიოდეს არ იცლება არ ნებდება რაც არ უნდა სისხლის დიოდეს და ტკიოდეს არაპირებს ის თავის თავისუფლების დათმობას და რუსეთი მიიღებს საპირისპირო შედეგს გამწარებულ მართლა გაავებულს რუსეთის მიმართ სლავურ სახელმწიფოს რომელსაც თუ რამე კავშირი ქონდა რუსეთთან საბოლოოდ გაწყვეტს და უფრო მეტიც რუსეთს თავისი თვითყოფადობის სერიოზული პრობლემები შეექმნება იმ ისტორიიდან გამომდინარე რაც მოდის კიევის რუსეთიდან ეს ცალკე ამბავია ასე რომ რუსეთიც მარცხდება და შესაბამისად მისი საცეცები და აი მისი ეს მონები საქართველოში ბუნებრივია დამარცხდებიან და ამას დაინახავს ასევე ხალხი ამიტომ ჩემო მეგობრებო ლელოდან იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს ვინც ლაპარაკობთ რომ სპეცოპერაციაში მივიღოთ მონაწილეობა ეს არ არის არჩევნები არც ეგრეთ წოდებულად სპეცოპერაციაში უნდა გქონდეს მოთფინება და რა არის ჩვენი ეს მთავარი ძალა მოთფინება ხო თანმიმდევრულობა ერთიანობა და სიმართლის თქმა აი ჩვენ თუ აი ამ პრინციპებს დავიცავთ ჩვენ განწირულები ვართ გამარჯვებისთვის და ნუ გავაკეთებთ ისე ნუ დავიდებთ ცოდვას და ნუ უღალატებთ ამ ხალხს მე გულისხმობ ამ შემთხვევაში უკვე პოლიტიკოსების პასუხისმგებლობას და ნუ დავაბნევთ ხალხს თორე კი თუ ვინც ასეთ ნაბიჯს გადადგამს ის ძალიან მალე მოკვდება როგორც პოლიტიკური ძალა მაგრამ ის შეფერხებას გამოიწვევს და რაღაცნაირად გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს ამ რეჟიმს თორე ხალხი მაინც გაიმარჯვებს მაინც გავიმარჯვებთ ახალი ძალა მოვა და ის ამომრჩეველი გადანაწილდება და დაინახავს ვინ არის ნამდვილად პატრიოტული ძალა და ვინ არის ქვეყანაზე მზრუნველი ძალა და დარწმუნებული ვარ ეს აქაც მინდა ასე ვთქვა ამით მინდა დავასრულო რომ დაინახავს მართლა განსხვავებას რა ქვეყანას აშენებდა მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა როგორი ქვეყნიდან როგორი სახელმწიფო ჩავაბარეთ თავისუფალი არჩევნების შედეგად 2012 წელს რომელიც უკვე დამდგარი იყო მკვიდრად ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და დღეს ბოლოს 3 წელს საქართველოს არც კი უხსენებიათ ის კი არა რომ ასპირანტი ქვეყანა ანუ ეს განსაკუთრებული სტატუსია ჩვენ და უკრაინას ქონდა ასპირანტი ნიშნავს რომ აი გაწევრიანებისთვის ერთი ნაბიჯი რა რო დაგჭა ხო საერთოდ აღარ არის ნახსენები ხო შესაბამისად და არც ბუქარესტის სამიტის ნატოსივე გადაწყვეტილებაც კი არ არის ნახსენები ხო აი აქამდე მივედი და ევროკავშირთან პირდაპირ მტრობა აქვს ამ რეჟიმს ხო ამიტომ ვისაც ეკონომიკა აწუხებს, ვისაც შვილის ჯანმრთელობა, განათლება აწუხებს, მომავალი აწუხებს, ცივილიზაცია, უსაფრთხოება აწუხებს, რაღაცა პერსპექტივა, განვითარება აწუხებს. აი ყველა ეს ადამიანი ცალსაკი აღებული, ყველა უნდა მიხვდეს, რომ ამ პრობლემების მოგვარების სათავე არის ამ მოღალატეთა ბანდის ხელისუფლებიდან მოცილება, რომლის მოცილების შემდეგ იქნება საქართველოს კვლავ ცივილიზებული დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც ნატოშიც მიიღებენ, ევროკავშირშიც მიიღებენ და რომელიც ამ გზით მოახერხებს იმ მშვიდობიან გამთლიანებასაც და მოახერხებს იმ ცხოვრების დამკვიდრებას, რასაც იმსახურებს ქართველი ხალხი. ღირსეული მართლა კეთილდღეობა და ის ქვეყანა ამ მართლა ღვთისგან ნაბოძევ ქვეყანაში, ულამაზეს ქვეყანაში ყველაფერი გვაქვს პრინციპში ტვინი უნდა გამოვიყენოთ რომ ეს ყველაფერი გამოვიყენოთ და შევირგოთ და ვიცხოვროთ ლამაზ ქვეყანაში ერთადერთი ეს ბაყბაყდებები უნდა მოიცილოს ფოთაშორის აი ეს 9 წელი იმით იყო გამორჩეული რომ ჩვენი ისტორიული სტერეოტიპები და სააზროვნო ჩარჩოები შეიცვალა ძალიან საინტერესო მიმართულებით ანუ ჩვენ თაობები ცხოვრობდით როგორ თაობები ცხოვრობდით ისე რომ აწყო თუ არა წყალობს მომავალი შენია მე სუფრაზე ყანწს აწევდნენ და იტყოდნენ რომ ჩვენ კი აღარაფერი გვეშველება და ჩვენმა შვილებმა მაინც ეგაბა და ოდესღაც კაი ცხოვრება ნახონ და მე მინახავს აი რა ვიცი გრუზინები აი რასაც გრუზინები ქვია სუფრაზე რომ დაჯდებიან და იტყვიან რომ მაშინ რო ხდებოდნენ და ამბობდნენ რომ ბიჭო ჩვენი შვილები კი არა და მე მგონი ჩვენც მაგარ კაი პონჩი ვიჩთებითო რა ანუ აი შეიცვალა რომ მუდამ რაღაც ბუნდოვანი მომავლის მოლოდინი რო ანუ აქ და ახლა აი ხოსუ ისე იყო რომ უცხოური სტუმარი რო ჩამოვიდოდა 90-იან წლებში მიმყავდა სადღაც არ ვიცი უფლისციხე გინდა თუ სადღაც სადაც ხო აი სადღაც უნდა წაგიყვანა და იქ რა ვითარება იყო ეტყოდი რომ იცი რა აი აქ რო გზა იყოს და აქ რო რესტორანი იყოს აქ რო სასტუმრო იყოს აქ გზაზე რო ტუალეტი იყოს და ხელის დასაბა ხო აი ხომაგარია აი ხო ანუ რაღაც წინაპრებმა კარგი ააშენეს და ბუნება კაი გვაქვს, მაგრამ მას მე არაფერი გავიკეთებია და უცბად აღმოჩნდა რომ გზაც გავიდა, კრიმინალის დამარცხდა, სასტუმროც აშენდა, ის სხვადასხვა ხუმსიშვილი რო გამოდიოდა, მაგაზეც ბრაზდობდი ძალიან
მაშინ რომელი წელი იყო პარლამენტში რომ გამოვიდა და რა თქმა უნდა 2017 ის მაშინ რა ქვია ხუჯა ეჭირაო სად სვანეთში მესტიაში კი არ და უშგულშიო ქალსო კიდე ქუთაისის პარლამენტში იყო 17-ში იყო ხო არა მე ვიყავი შეიძლება ჯერ არ იყო ხო ვიყავი პარლამენტში უშგულშიო ქალი გამოვიდაო და ხელშიო ხუჯა ეჭირაო ფულისო შეოჯაღაშონებულო ხუჯა რო ეჭირა კარგია და ვისი დამსახურებით ეჭირა ის ხუჯა ფულის იქ გზა ვინ გაიყვანა კრიმინალი ვინ მოსპო სახელმწიფო და რატო გახდა შესაძლებელი გზის გაყვანა და ამ ყველაფრის ფონზე არ დავწმუნდები წყალებში მაგაზე ვიცი რომ სენსიტიური თემაა მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე სანამ ეს კეთდებოდა შენ იდექი ქუჩაში შენ კოლექტიურად იდექი ქუჩაში და იძახდი რომ ჩვენ ტურისტზე როცა ვლაპარაკობთ ხო ამათ უნდა თორე ჩვენო მოსამსახურეების ნაციად გვაქციონო ხო იყო ეხა ჩინელების შემოსწევა აი ეხლა რაც ხდება ემიგრაციის თვალსაზრისით სხვადასხვა ქართულ ოცნებასაც რო უწევს იმდენად მძიმე ვითარება არის ხო იმიტომ რომ ფაქტობრივად ისეთ სახელმწიფოებს გაუხსნეს უვიზო მიმოსვლა ნაციონალური მოძრაობის დოქტრინა იყო რომ უნდა შემოსულიყვნენ ტურისტები მაღალი ქვეყნებიდან ეხარჯა დასავლიანები ეხლა და ქართველები დაბრუნებულიყო მის ემიგრაციაში იყვნენ ტურისტები რომელთა ყოფნის დროსაც ცვეთა უფრო მეტია სტატისტიკურად ანუ გზის წყლის ასე შემდეგ ანუ უფრო ნაკლებ ფულს ტოვებენ ვიდრე მოიხმარენ ამ ქვეყნის გლოვოს და ვოლტის კურიერები ეგენი არიან ეხლა ეს ნამდვილად არ გადის იმაში რომ რაღაცა ჩვენ ეთნიკურად და ქსენოფობიურად უდგებით საკითხებს, მაგრამ ტრაგედია ამ ქვეყნის იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ეს ხო სტუდენტური სამუშაოა წესით არიგით ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში, რომ ხა, როდესაც ხარ სწრაფი კვების მიტანის ობიექტის კურიერი, ეს არის დამატებითი შემოსავლის მიღების წყარო და ჩვენთან რა დილემა დადგა, რომ ჩამოდიან სხვა ჩვენზე გაჭირვებული ქვეყნებიდან ადამიანები, რომლებიც იკავებენ ადგილს, რომელიც წესის სტუდენტური სამუშაოა, მაგრამ აქ ამ ქვეყანაში იმ სამუშაო ადგილით ოჯახებს ინახავს ხალხი. აი იმ გლოვოს კურიერობით ინახავენ ქართველები ოჯახებს. ეს არის ამ ქვეყნის უბედურება. ხა პოლონეთში ვიყავი ჩასული. რაღაც ვიზიტი ვორქშოპები ქონდა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების პროდასალური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციები იყვნენ, რამდენი ტაქსითაც ვიმგზავრეთ, ყველა კავკასიელი იყო. აზერბაიჯანელი ან ქართველი. კატასტროფა არის. აი ნახევარი თბილისი, ვარშავაში ზის უბერზე და ბოლტზე. სხვადასხვა წეღან ახსენე შენ და მაგას აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ. რო თქვი რომ ახლა ჩვენ ახლა ქსენოფობია რო არ დაგვაბრალონო და რაღაც ტიპის ფობიები კიდე ხო? ამ თემაზე თვით დაკომპლექსებამ ძალიან ცუდ დღემდე მიიყვანა ევროპა. ცალსახად. ანუ ის თემა რომ მიგრაცია ამ შემთხვევაში ხო ძალიან არაერთგვაროვან შედეგს აყენებს საზოგადოებისთვის. დღეს უკვე ფაქტია. ამაზე ღიად საუბრობენ გერმანიაში, შვედეთში, ჰოლანდიაში, ანუ ყველაზე უფრო წინწასულ დემოკრატიულ, ლიბერალურ დემოკრატიულ ქვეყნებში, ხო? და აი ამ თემების იგნორირებამ იმ კომპლექსით, რომ ვაიმე ვიღაცამ ქსენოფობია არ დამიძახოს, მიგვიყვანა იქამდე, რომ AfD და ულტრამემარჯვენე პარტიები, ანუ ეს პარტიები by default, ასე ვთქვათ, რუსულ პარტიები გამოდის, ხო? შინაარსობრივად ემთხვევიან რუსულ პოლიტიკას, თუ არ ჩავთვლით, რომ შეიძლება ინფილტრირებულებიც იყვნენ, აი ეს პარტიები გაძლიერდნენ, ხო? გერმანია ხა კატასტროფა იყო, ხო? კინაღამ მოიგეს, თითქმის ტოლად იყვნენ AfD და მართველი პარტია. ხო. ეხლა რაც შეეხება უკრაინა ახსენა წეღან გიამ და მეც მინდა გამოვეხმაურო იმ კონტექსტში, რომ რუსეთთან თანაცხოვრება რუსეთის იმპერიასთან თანაცხოვრება არის შეუძლებელი. ჩვენი თაობის, ანუ კაცობრიობის ამ თაობის ამოცანა მე ვიტყოდი არის, რომ დაეხმაროს რუსეთს რაღაცა ისეთ მარტივ სიკვდილში რუსეთის იმპერიას, რომ რუსეთი როგორც იქნა, იქცეს ეროვნულ სახელმწიფოდ, nation state რასაც ქვია. რუსეთი როგორც ეროვნული სახელმწიფო იქნებოდა ჩვენი გადასარევი მეგობარი. მეზობელი ყველაფერში ვიქნებოდით კარგად, გადასარევად ვიქნებოდა ტურიზმიც, კულტურაც, სპორტიც, ღია საზღვრებიც და ასე შემდეგ. დიდი ალბათობით სახმელეთო საზღვარი აღარ გვექნებოდა, იმიტომ რომ ჩრდილოეთში სხვა მეზობლები გვეყოლებოდა. ხო, ეროვნული სახელმწიფო რო ყოფილიყო. ანუ ამაში უნდა დავეხმარა. რუსული სანამ იმპერია რუსეთი, ხო, მასთან თანაცხოვრება შეუძლებელია რაღაც ენის მოჩლექით, დაყვავებით, ვითომ მისი ინტერესების გათვალისწინებით. ხა უკრაინის მაგალითი რას გვაჩვენებს? გვაჩვენებს რამდენად ავადმყოფური არის ამ ქვეყნის პოლიტიკური მენტალობა.
უკრაინას არ ქონდა ისეთი მყარი ანტირუსული იდენტობა. არ ქონდა, ეს ფაქტია, ხო? იყო უკრაინული ნაციონალიზმი, რომელიც იყო ძირითადად დასავლეთ უკრაინაში. ასევე რადიკალური იდეა თითლებოდა. ხო, რადიკალური იდეა თითლებოდა და კიდევ უკრაინულ ემიგრაციაში სადღაც კანადაში მაგალითად, მაგრამ ის რომ ახლა ზოგადად უკრაინა კიევშიც მათ შორის არა მხოლოდ აღმოსავლეთ რეგიონებში ანტირუსული ქვეყანა იყო, ეს ასე არ იყო. სულ რაღაც 20 წლის წინ არ იყო, არც 10 წლის წინ არ იყო. მაგრამ იმდენად ავადმყოფური მენტალიტეტი აქვს პუტინს, რომ მან მოახერხა, რომ აი ეს მართლა უახლოესი ხალხი, გენეტიკურად, ისტორიულად შეიძლება რუსები ნამდვილად არ არიან, მაგრამ ხო მათ არა მხოლოდ რად მონათესავე ერი მოდი ასე მონათესავე ერი აქცია, ანუ მათი იდენტობის ქვაკუთხედად აქცია რუსის ზიზღი. ანუ უკრაინელს დღეს განსაზღვრავს ის, რომ მას სძულს აბსოლუტურად გამართლებულად დიდსულოვნად, დიდბუნოვნად მე ვიტყოდი, ხო, ლეგიტიმურად ზულს მტერი. ანუ ის რომ მას ის არ არის, რუსი არის მისი იდენტობის ქვაკუთხედი, ხო? აი ეს მოახერხა შესაბამისად, ზუსტად ეხა არავინ არ ვიცით როგორ დასრულდება ის ომი და რა ვიცი, შეიძლება რამდენიმე წლით კიდე შეინარჩუნოს უკრაინის რეგიონების ნაწილი, მაგრამ ეს ომი მან უკვე წააგო, მან წააგო უკრაინული ნაციის სული და გული და უკრაინის გარეშე ყველა სტრატეგიულ მიზანში დამარცხდა. კი, უკრაინის გარეშე რუსეთი არ არის და ვერ იქნება იმპერია. ეს არის მთავარი შედეგი, რომელიც უკვე დამდგარია. ეხა ისიც მინდა გავიხსენო, როდესაც საუბრობდნენ, აი სახსენე, რა ქვია, იუსტიციის სახლები და შეუძლია წულუკიანს საკუთარი ფრაზები უნდა უტრიალოთ ცხვირწინ, ხო? აი მაგალითად მოვიდა გახდა იუსტიციის მინისტრი და მალე თქვა რომ ეგ-ერთი ნაგვის გატანა, ხო, აი რაღაცა წუნი ხო უნდა უპოვო ამ შენობას და სახურავში სამშენებლო ნაგავი იყო ჩარჩენილიო. ეს ანუ წუნი უპოვა იუსტიციის სახლს. მეორე იყო ის, რომ ეს აიდი ბარათებიო რა გვაკადრესო. ყველაფერი შეგიძლია მიაბა ამ აიდი ბარათზეო, შეგიძლიაო თბილისიდან მესტიაში კუბდარი შეუკვეთოო. აი ხედავთო ხალხო საით მივყავართო. მერე შექმნა კომისია, მეგობრებო, ეს არიციან ახლა ვინც ქუჩაშია ახალგაზრდა კუბდარს ვერ გავიგე. არა, მე ძალიან მიყვარს. არც კუბდარს არ რას ვერ ჩოდა და არც ის რას ვერ ჩოდა. თუ შეგიძლია რომ ბარათით შეუკვეთო, რატო არ უნდა შეუკვეთო? ხო, ხაჭაპური ყოფილიყო არ შეიძლება. არ ვიცი, ესე თქვა, ანუ კარგი მეხსიერება და მახსოვს და ეს ხანი რა ხან არის, ამიტომ. ხო და მე რას თავარია კომისია შექმნა რისთვის? კომისია შექმნა რომ აიდი ბარათებში ეპოვა 3-6-იანი. ამ კომისიამ იმუშავა რამდენიმე თვე და მე დაადგინა რომ არ აღმოჩნდა. არაფერია აიღეთო ეს, რომ აი ეს სიბნელი არის წულუკიანის სულში და ეს რაღაცნაირი ქაოსი, რომელსაც ის გვთავაზობს ვინაიდან 90-იანი წლები, რომელსაც ის მისტირის, იყო მამამისის ეპოქა და მამამისი იყო მართლა ალბათ ყველაზე სისხლიანი მოსამართლე საქართველოს ისტორიაში. ეს გალუსტაშვილები ანგელოზები არიან. ანუ მე არ შემისწავლია, მაგრამ ადამიანი, რომელსაც დაიწერა სახელებით და გვარებით იმ 20 ადამიანის სახელი და გვარი, რომელსაც მან მიუსაჯა სასიკვდილო განაჩენი მიუსაჯა, მათ შორის მათ შემდეგ რაც ყველა მიცოდა რომ სასიკვდილო განაჩენი როგორც ასეთი უქმდებოდა. 90-იან წლებს ახან შევახეთ, ამასაც ვიტყვი და დავასრულებ. ჭავჭაოძის ცენტრმა ზუსტად იმისთვის რომ ჩვენ მეხსიერება კონტექსტში კონდეს და კონტექსტში ჩავსვათ მიმდინარე მოვლენები და მათ შორის წინა 9 წელიც ჩვენ გადავიღეთ 20 დოკუმენტური ფილმი 90-იან ვარდების რევოლუციამდელ საქართველოსზე. იქ უბრალოდ ჩანს როგორი იყო ცხოვრება ვარდების რევოლუციამდე. მაგალითად ის რომ პენსია, ანუ თავის მაგალითებით, კონკრეტული ისტორიებით სამეგრელოდან, ჯავახეთიდან, პანკისის ხეობიდან, აჭარიდან, ასევე მთელი საქართველოდან, რომელიც ისტორიები, რომელიც შეეხებოდა კორუფციას და კრიმინალს, გატაცებები, ადამიანების გადმოყრა პოლიციის შენობებიდან იყო ჩვეულებრივი მოვლენა. ანუ წელი არ გელდა 7, 8, 10 და უბრალოდ გადმოაგდებდნენ და მე იტყოდნენ რომ და ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურად და გადახტა. თავი მოიკლა. ან იტყოდნენ რომ რა მოსაწევად გავიდა და არ ვიცი გადავარდა. ჩვეულებრივი მოვლენა იყო ეს ყველაფერი და სინამდვილეში აი ეს სისხლის დინარეები იყო ქუჩაში. ეგ მართლა ასე იყო, ოღონდ ვარდების რევოლუციამდე და ვარდების რევოლუციის მერე შეწყდა ეს ყველაფერი. ეს ეპოქა ამოჭრილია. აი დღევანდელ. ანუ ატრიალებენ. ანუ გარდა იმისა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგი ეპოქის რევიზირება მიმდინარეობს მათი ხელით ახლა. ერთია წულუკიანის სარევიზიო არაფერი არ ჭირს საქართველოს ისტორიას, არც კარგს და არც ცუდს. აი შევარდნაძის ეპოქის რევიზირებაც არ შეუძლია, ანუ ლეგიტიმაცია ამ ხალხს არ აქვს. სოზარ სუბარის გასასამართლებელი კაცი ამ ქვეყანაში არ დადის. საერთოდ, აი ზონდერი, ქოცი ზონდერიც არ უნდა გაასამართლებინო ამათ რა. აი ხარებას დონეზეც კი
ხარებასთვისაც შეურაცხყოფელია რომ ამ ხალხმა ვინმე გაასამართლოს და აი აქ სულ ეს განცდა გქონდა და რახან თავისუფალი ფორმატი არის უფრო თავმადად შეგვიძლია ჩვენ თქვათ რომ ამ წინა საარჩევნოდაც მე და ბატონი გიორგი და რამდენიმე ადამიანი ვიყავით გამონაკლისი ვინც ამბობდით რომ მათ შორის ამ ომის ნარატივზე ზუსტი პასუხი უნდა გაგვეცა და არ უნდა ყოფილიყავით შემოფარგლული იმით რომ რაღაც ეკონომიკური დაპირებებით აბსტრაქტული რაღაცა დაპირებებით ჩვენს წარსულზე ნაკლები საუბრით სამწუხაროდ პარტიის შიგნით ვერ გავიტანეთ სამწუხაროდ ჩვენ ვერ გავიტანეთ მაგრამ დღეს როგორც აღმოჩნდა თქვენი წინა რაღაცა რემარკის პასუხად არის რა მეც მიმაჩნია რომ ამ ქვეყანაში ცვლილება რა თქმა უნდა დგას ეკონომიკურ დაპირებაზე სასამართლო რეფორმაზე თვითმმართველობის ასე შემდეგ მაგრამ თუ ამას რაღაცა გრანდი იდეა არ კრავს რაც არის ღირსეული თავისუფალი დამოუკიდებელი დემოკრატიული და მათ შორის მშვიდობიანი ამ სიტყვასაც როგორ აფუჭებს ეროვნული იმიტომ რომ ჩვენზე ხო რა არის რომ ავტომატურად ქმნიან კლიშეს რომ რადგან ნაციონალური მოძრაობის წევრი ხარ წესით შენ არ უნდა იყო ქრისტიანი წესით შენ არ უნდა ცემდე პატივს ტრადიციებს წესით შენ არ უნდა იყო რაღაცა აი ამ ქართული ტრადიციების მიმდევარი ეს ყველაფერი მიმაჩნია რომ უდიდესი შეცდომა იყო რომ აქამდე ამაზე ხმამაღლა საუბარი არ მიდიოდა და აი ამ ჩაკითხვას გავაკეთებ ორივე თქვენგანთან დღესაც ყველაზე აქტიური წინა საარჩევნოდ რაც ჰქონდა 26 ოქტომბრამდე ქართულ ოცნებას ყველაზე აქტიური ნარატივი ისევ არის ომის ნარატივი რა პასუხი შეიძლება გაეცეს ამას ისე ახლა მე ჩემი სუბიექტური მოსაზრება მაქვს მაგრამ თქვენი აზრი ამ შემთხვევაში ყოველგვარი რაღაცა იმის გარშე ყველაზე მეტად მაინტერესებს, იმიტომ რომ ამ პარტიაშიც და ზოგადად პოლიტიკურ სპექტრშიც მიმაჩნია რომ თქვენ ყველაზე ამ თვალსაზრისით წლების განმავლობაში გაქვთ ფუნდამენტი ჩაყრილი რომ ჯობია მაშინვე გაცე პასუხი და არ წაუყრუო თემას, ვიდრე გეგონოს რომ ეს თემა შენამდე არ მოვა. მე 7 წელი აღარა ვარ პარტიაში, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვამბობ, ანუ ჩემი პარტიაში ყოფნა და არ ყოფნა არასდროს არ ასახულა ჩემს მწამსზე და იმაზე თუ რას ვამბობ და რას ვემსახურები. მაგრამ აი კვლევებს რაც შეეხება, ხო? კაი კვლევას, კაი წამკითხველი ჭირდება ხა, რომ ნახო კვლევები წლიდან წლამდე არ იცვლება ტოპ 5-ეული ან ტოპ 10-ეული, ხო? ყოველთვის არის დასაქმება, ჯანდაცვა, ეკონომიკა და ასე შემდეგ. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ უნდა ვატრიალოთ, ჩამოდის ვიღაც, რას ვერჩი მუცხელ კონსულტანტებსაც, მაგრამ ნუ ჩამოვა ვიღაც კონსულტანტი, რომელსაც ახალ ზელანდიაში აქვს ჩატარებული არჩევნები, ან რაღაც დანიაში და გეტყვის, რომ ხა ასე უნდა იმოქმედო, ხო? ხო, ნუ სამწუხაროდ ესე მეორდება და მე ყოველთვის მინდა ხოლმე რომ კონსულტანტმა მე პოსტსაარჩევნო რეპორტიც გითხრას, რომ აი ამ მიდგომამ გაამართლა ან არ გაამართლა, ხო, მაგრამ ეს მომენტი არასდროს არ დგება, ანგარიშვალდებულების მომენტი არავის არასდროს არ უდგება ამ ქვეყანაში პოლიტიკურად. ხო და რაც შეეხება იმას, მესიჯი რა უნდა იყოს, აი მარტივი მაგალითი ვთქვა, 2012 წელს რამდენი კვლევა ჩატარდა? აერაიმად ჩაატარა, მე მგონი 2 თუ 3 და ინდიაიმად ჩაატარა, შეიძლება სხვებმაც ჩაატარეს. რამდენ კვლევაში ამოვიდა ციხეში მდგომარეობა როგორც ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი. არ ვიცი ალბათ. არც ერთში, არც ტოპ 10-ულში და არც საერთოდ. მაგრამ ვიღაცა იჯდა უბიანკაზე და ფიქრობდა, რომ ისა ქართველი რეაგირებს ამაზე. კი, ცხადია, შეუნა ელაპარაკო იმაზე, რომ ზუგდიდის ეკონომიკაში ჩავდებ 100 მილიონს, რა ქვია, სოლარიუმი ექნება შეკვეთილში ყველა ოჯახს, დენი იქნება 5 თეთრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს რა ქვია ნაპერწკალი იქნება ეს და ეს არსად არ ფიგურირებდა. იგივე მოხდა ახლა, როდესაც აი პარტიული სქიზმები, როდესაც იყო ხოლმე, ხო, ვიღაც ამბობდა, რომ აი ჩვენ ყავს პოლიტიკოსი, რომელსაც ახლა 7% რეიტინგი აქვს და ახლა თუნდაც იგივე სააკაშვილი თავისი რაღაც 27%-ით როგორ შეედრება სხვას. გახსოვს ალბათ რაზეც მაქვს საუბარი, ხო? ანუ არ არის ასე ეს რეიტინგები, რა ვიცი, მარგველაშვილსაც მაღალი ქონდა, დავით უსუპაშვილსაც მაღალი ქონდა, ეს მოწონების თუ არსი ძულვილის რეიტინგი არ ნიშნავს პოლიტიკურ დინამიკას, არ ნიშნავს დრაივს, არ ნიშნავს იმას, რომ ელექტორალურად ზუსტად არ ისახება. არ ზუსტად და არც არანაირად არ ისახება, ხო? ანუ შესაბამისად ეხა ჩვენ თავარი შეცდომა, რომელიც ჩვენ კოლექტიურად დაუშვით, იყო რომ ყოველთვის ვიყავით
პასუხის რეჟიმში ისინი რაღაცა შემოაგდებდნენ და მე აქეთ იყო თეთრ ხელთათმანებიანი რაღაც ფაქტ-ჩეკერები, მით დეტექტორები და ასე შემდეგ. ხო, აი პირობითად, მაგრამ ეს შეცდომა მარტო ქართულ პოლიტიკურ სპექტრს არ ახასიათებს სამწუხაროდ, აი იგივე ევროპას ერჩიან და დასავლურ ორგანიზაციებს ერჩიან, მაგრამ იგივე იყო ვიღაც ბრიუსელიდან გასცემდა ვიღაც გრანტს, ის ვიღაც მერე შეისწავლიდა რუსულ მითს, რომ ისე რა შვედეთში რა თითქოს ინცესტს აძალებს ევროპა, აი ეს თურმე ტყუილია და ამ რაღაც დაიწერებოდა რეპორტი, წავიდოდა ბრიუსელში ვიღაცა იტყოდა რომ აი კარგად გიმუშავია და ნუ შედეგი რა იყო ხა ვისაც ამ ასეთი სიშლეგის ჯერა ის ამ რეპორტს არ კითხულობდა და ვისაც არ ჯერა იმას ეს რეპორტი არ ჭირდება. არ ჭირდება. ხო, ანუ სხვანაირად უნდა გვემუშავა ყოველთვის და უნდა გვემუშავა მათ შორის ანუ შეტევაზე უნდა გვემუშავა. ის კი არა რომ მაგალითად დასავლეთი ჩვენს ტრადიციებს არაფერს არ უშვება და არ ვნებს. არამედ მოდი ვილაპარაკოთ რუსეთზე. მოდი რა ვილაპარაკოთ რუსეთზე. ეს არის ქვეყანა, სადაც კაცები ბოდიში და უკანალიდან იღებენ სასმელს. იმისთვის რომ ცოლებმა არ წემონ. ფაქტია, ხო? ანუ რა კლიზმით იღებენ არახს. არახსაც არა, რაღაც ტოქსიკებს, ტოქსიკურ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის ინცესტის, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის აბორტის და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ოჯახური ძალადობის, ანუ თუ ტრადიციასთან რამე შეუთავსებელია, ეს არის რუსეთი. განგსტერი ყავთ პატრიარქად. ანუ ჩვეულებრივი კგბ-ს გენერალი ყავთ, რომელიც იყო ის ბოდიში და თამბაქოს და ალკოჰოლის იმას სტატისტიკაც საოცრება იყო და ქართულ ოცნებას და მის ამომრჩევლს განსაკუთრებით ეთკინა, როდესაც გამოქვეყნდა მონაცემები ყოველკვირეულად ქრისტიანი მრევლი სად რა ინტენსივობით დადის ეკლესიაში წირვაზე. და ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო 51%-ზე მეტი, ანუ ყოველი მეორე დადიოდა და აქ იყო რუსეთში იყო 10%-ზე ნაკლები. კი ბატონო, და ეს არის ქვეყანა, რომელიც ამაზე პასუხი პროპაგანდას არ ქონია. პროპაგანდას ხო სიმართლე არ ჭირდება. პროპაგანდას ჭირდება მოხერხებულად მიწოდება საზოგადოებისთვის და ჩვეულებრივად ჩავზე ისე იტყვიან თეთრიაო და პირიქით თვალს არ დაახამხამებენ და ამას აღწევენ, იმიტომ რომ ესა უკვე არის ესეთი სპეციალური მეთოდებია, რომელსაც დაუფლებულია ეს კრემლის შესაბამისი სტრუქტურები და ძალიან ეფექტიანად იყენებს სამწუხაროდ პირველ ყოვლისა ასეთ მეთოდებს სხვადასხვა კრემლში მომზადებული მაგათ ლაბორატორიებში გამოიცდება ხოლმე საქართველოში და თითქმის ყოველთვის წარმატებას აღწევენ. ამასთან დაკავშირებით რაც შენ დასვის შეკითხვა, პასუხი მარტივია, ჩვენი მიზანი არის ქვეყანაში მშვიდობა და ვთქვი კიდევაც და კიდევ ერთხელ გავემეორებ, ნატოში გაწევრიანება ნიშნავს საქართველოს აი იმ ქოლგის ქვეშ მოქცევას, როგორც არის დღეს ბალტიის სახელმწიფოები, რომლებიც ასევე იყვნენ საბჭოთა იმპერიაში და რომელთაც დღეს იცავს ეს ქოლგა, ეს უსაფრთხოების სისტემა და იქ არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა და იქ არის ნორმალური ცხოვრება, ნორმალური სასამართლო და ეკონომიკური კეთილდღეობის დონე დღითი დღე იზრდება, იმიტომ რომ შრომობს ეს ხალხი და სარგებლობს იმ საერთო უსაფრთხოების სისტემით, რასაც ნატო ქვია. ამიტომ ვისწრაფოდი ჩვენ ნატოში, ამიტომ ეს არ არის აკვიატება არც მიხეილ სააკაშვილის ან ჩემი ან რომელიმე ჩვენი პარტიის წევრის და რაღაცა კი არ დაგვესიზმრო, ხო? სხვადასხვა ეს ყველაფერი მას შემდეგ არის, რაც ჩვენ რუსეთთან ყველაფერი ვცადეთ, რომ შევთანხმებულიყავით თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ასე ვთქვათ, აღვადგენდით და რუსეთის დახმარებით, ხო? ჩვენ მზად ვიყავით ამ კომპრომისებზე, ხო? თავის დროზე ეს იყო დაპირება, ნუ ახლა უფრო ადრე წავიდეთ, შევარდნაძეს აი SNG-ში რო შევედით, ხო? ეს იყო მაშინ ნატო და ევროკავშირი საერთოდ არც იყო, პერსპექტივაშიც კი არ იყო და სხვა ვარიანტიც არ იყო და დასაშლელად იყო, მაგრამ აი ხო ვცადეთ ისა, ხო? მაშინაც ცადა შევარდნაძე, მერე მიხეილ სააკაშვილმაც ცადა. ხო, მოლაპარაკებებმა არ გამოვიდა ამათთან, იმიტომ რომ ამ იმპერიის სახელი არ გაღიზიანების ხო და მაგაშია საქმე, რომ ეს არ გაღიზიანების პოლიტიკა კი არ არის. არ გაღიზიანების პოლიტიკა არის ნორმალური პოლიტიკა. არავინ ხელოვნურად არ უნდა გააღიზიანო, არც რუსეთი, არც რა ვიცი, ჩინეთი, არც ბურკინა-ფასო და არც ამერიკელებს აღიზიანებს. ხო და ამერიკელებს, ევროპელებს, ბრიტანელებს, იმებს ებრძვიან და კოცების პოლიტიკა არის კოლაბორაციონიზმის პოლიტიკა. კოცების პოლიტიკა არის ოკუპაციასთან შემრიგებლური პოლიტიკა და აი სწორედ ახან ეს თემა ვახსენე, მინდა ახლა დრო ალბათ გვეწურება. თქვა რომ ეუთო საპარლამენტო ასამბლეაზე გააკეთდა მიმართვა
სირიისადმი, რომ ნორმალიზების ერთ-ერთი პირობა არის და მოთხოვნა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, საქართველოს სუვერენიტეტის აღიარება და ეს გააკეთა ჩვენმა მეგობრებმა და უფრო მეც გეტყვით. ჩვენ 4 პარტიამ წინა არჩევნებში გამარჯვებულმა 4 პარტიამ საზოგადოების ნაწილი ინფორმირებულია, მაგრამ ისე კარგად არ არის, ასე ვთქვათ, შესაბამისად ამ თემაზე საუბრის საშუალება არ ქონდა. უზარმაზარი შრომა გავწიეთ, მათ შორის ჩვენმა ლიდერებმა ცალ-ცალკე, მაგრამ ერთადაც ძალიან ეფექტიანად ეს ის მიმართულება იყო, რომელზედაც მართლა ძალიან კარგად ვიმუშავეთ. სირიის ელჩად შეხვდნენ ჩვენი წარმომადგენლები, ერევანში იყვნენ ჩართული. ჩვენ შევხვდით არაერთ ელჩს საქართველოში, არაერთი წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რომ მათ ეშუამდგომლად სირიასთან დიალოგის დროს ჯო ვილსონს შეხვდა თინა ბოკუჩავა და ჯო ვილსონის თანაშემწის უდიდესი წვლილია მისი ჯო ვილსონის წვლილია ამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომ სირიასთან ურთიერთობის დასავლეთის მხრიდან პირობა ნორმალიზაცია ერთ-ერთი არის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა ცნოდა, უკან წაიღო რუსეთის მიერ წინა რეჟიმისთვის თავსმოხვეული ჩვენი ძირძველი ტერიტორიების, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, ეგრეთ წოდებული სახელმწიფოების აღიარება, ხო? ახლა ეს ისევე შემოდის ეს საკითხი. რა საკითხსაც სვამს კოცები. საით უნდა წავიდეთ? დასავლეთი ჩვენი მტერია თუ მეგობარია? რუსეთი გვინდა თუ დასავლეთი გვინდა? ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი დასავლეთელი მეგობრების ურყევი და მკვიდრი ძალიან ერთგული მეგობრობისა საქართველოსთან მიმართებაში. აი კონკრეტული კიდევ ერთი ფაქტი. ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, თუ კი ვინმეს დღეს კიდევ რაღაცა კითხვები აქვს, ეჭვები აქვს, ხო? აი ეს ფაქტებიც უნდა გავაგებინოთ, უნდა დაველაპარაკოთ და უნდა ჩავაყენოთ ამ საერთო ბრძოლის ფერხულში, სადაც ყველანი ვართ საჭირო, სადაც საჭირო არის ნაციონალური მოძრაობა თავისი დატყვევებული ლიდერით მიხეილ სააკაშვილით, სადაც საჭიროა ახლები თავისი ორი ლიდერით ასევე დატყვევებულით, აქედან ყველას მივესალმები, ლელოც საჭიროა და ყველა პარტია საჭირო ის ახალგაზრდები პირველ ყოლისა უნდა ვახსენოთ, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან და ამისთვის და მართლა არიან საამაყო ახალგაზრდები, ჩვენი ერის მომავალი, რომლებიც ჩაიბარებენ ამ ქვეყნის მომავალს, როცა ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ და ყველა სწორედ ამ ახალგაზრდებს გაეხსნებათ, თქვენი ასაკის ხალხს გაეხსნებათ სარბიელი, რომ გახდეთ მომავალი ministrები, რა ვიცი, შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელები, მოსამართლეები, ადვოკატები, რომ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა, სამართალი, ქვეყანაში იყოს წესრიგი, ქურდები არ პარპაშობდნენ და თავში არ უპატრხუნებდნენ პოლიციელებს, პოლიცია თავის საქმეს აკეთებდეს და ხალხს იცავდეს, ეკონომიკა მუშაობდეს ხალხზე, ქართველები უკან ბრუნდებოდნენ და ზაზას აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ამან არ უნდა დაგვაკომპლექსოს და ეს პოლიტიკა ქონდა მიხეილ სააკაშვილს და ჩვენ მაშინ ვაბრუნებდით უფრო მეტ ქართველს ემიგრანტს საქართველოში, ვიდრე საქართველოსდან გადიოდა, კი ეს იყო სულ მიდიმოდიოდა ხალხი, ასე ვთქვათ, ვიღაცა რაღაცა ნაწილი მიდიოდა, მაგრამ უფრო მეტი ბრუნდებოდა, იმიტომ რომ ხალხი ხედავდა პერსპექტივას და არ შემოდიოდა მართლა არც ამას მოვერდი გაურკვეველი, ასე ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც პრობლემა არიან, უსაფრთხოების პრობლემა არიან, ეკონომიკური პრობლემა არიან, სოციალური პრობლემა არიან, დემოგრაფიული პრობლემა არიან და ჩვენ ამაზეც აუცილებლად ვისაუბრებ და ესეც იქნება ერთ-ერთი მოგვარებული პრობლემა, როდესაც ქვეყანაში იქნება სამართლიანობა, არა მარტო სამართლებრივ დონეზე, არამედ ეკონომიკურ, სოციალურ, ფინანსურ დონეზე, როდესაც ნორმალური სასამართლო გვეყოლება და როდესაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომელიც იმ გაერთიანების წევრი იქნება, რასაც ევროკავშირი ქვია და ჩვენ აუცილებლად უნდა დავეწიოთ მოლდოვას, რომელმაც უკვე პრაქტიკულად დაიწყო ცოტა ხანში, აი რამდენიმე დღეში დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროკავშირის გასაწევრიანებლად, უკრაინასთან ერთად უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრების და ნატოს წევრები და საქართველოს აუცილებლად გავამთლიანებთ. ეს არის გარდაუვალი, ეს ის ამბავია, რასაც ჩვენ ყველანი, აი ჩვენი ასაკის ხალხიც არათუ მოვესწრებით, არამედ ამის მონაწილეები ვიქნებით და მე პირადად მზადავარ სიცოცხლე შევწირო, აქამდეც ყველაფრისთვის მზადავარ იმისათვის, რომ ამას მოვესწროთ ყველანი ერთად, ოღონდ ეს გვინდა რომ მოხდეს შვიდობიანად, რაც მეტნაკლებად შვიდად, მაგრამ არ ელოდოს ეს რეჟიმი, რომ ვინმე ენას მოუჩლებს. ამიტომ პრინციპულობა, ერთიანობა, თანმიმდევრულობა, სიმართლით ბრძოლა აუცილებლად მოგვიტანს გამარჯვებას. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. ბატონ ზაზა. ხო, ამ შვიდობაზე უმახსენდება ხოლმე ესეც რა მაგრად დაგვიტრიალეს რუსებმა. სინამდვილეში ქართული კაცი
სხვას რო ხდება, ამითაც უნიკალურები ვართ, ხო? ვინ როგორ ესალმება ერთმანეთს. ზოგი სალმით, რაც შვიდობას ნიშნავს, ზოგი ჯანმრთელობას უსურვებს, ზოგი რაღაც უბრალოდ შორისდებულით და ჩვენ უსურვებთ ერთმანეთს გამარჯვებას. ანუ ჩვენთვის გამარჯვება არის ის პირველი თავარი რამ, რაზეც მოყვება მე, რასაც ყველაფერი სხვა დაეშენება, ხო? გამარჯვების გარეშე ჩვენ არ ვიარსებებდით. გამარჯვება იყო ჩვენი ჯანსაღი იდეა ფიქსი, ამის მერე გექნებოდა საშუალება მხოლოდ რომ დამჯდარიყავი და იგივე მშვიდობა გეტყიგზელებინა და უფალი გეხსენებინა სუფრაზე. ამათმა როგორც ჩვენ შემოგთავაზებთ მშვიდობის იდეა, ეს არის იმთავითვე ეს არის მონობის იდეა. ეს არის იდეა, რაც ივანიშვილისთვის ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ თავი დახარე და რასაც რუსი გეტყვის ის გააკეთე, ხო? და არაერთი ჩანაწერი გავრცელდა იმასთან დაკავშირებით. თუ რა კონტაქტები აქვს მას ოკუპანტთან და რა დამოკიდებულება აქვს. მოდი ერთ რაღაცას ის კი არა რომ დათვი რომ მოგერევა ბაბაია დაუძახე. ამათ მე რა გააკეთეს? დათვი რომ შემოგხედავს უკვე დაწექიო. ანუ მოგერევაზეც არც უნდა დაეტაკო, არც უნდა ებძოლო. აი რო შემოგხედავს, გამოგხედავს და ესე წარფს აწევს, ეგრევე კი ბატონო, რას გინდა? აი როგორც ეხლა გახარიას ბოდიში გახარიას ედავებიან რომ მილიონი კვადრატული მეტრი დაკარგეო. მილიონი კი არა, 68 მილიონი კვადრატული მეტრი 2012 წლის შემდეგ არის ოკუპირებული ორი ქალაქი ცხინვალი და ერთი ქალაქი სოხუმი, რომ შეაერთო იმ ხელა ტერიტორია, რომ ხალხმა იცოდეს რაზე არის ლაპარაკი. და ამაზე ყველაფერზე მათ პასუხი მოეთხოვდა ეს იმ პოლიტიკის გამო, არა არ გაღიზიანების პოლიტიკის, არამედ ოკუპაციასთან შემრიგებლური პოლიტიკის გამო და ოკუპანტთან თანამშრომლობის და ოკუპანტის ინტერესის გატარების გამო და კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გატარების გამო. ხო, პუტინი როგორ შეიძლება იყოს სტერი და ამის ნორმალიზებით, რომ დაუშვათ ახლა დღეს იგივე პატა ზაქარიაშვილი კაც რო ლაპარაკობს პუტინი როგორ იმ დღეს დებატებიც რა იმ დღეს რამდენიმე თვის წინ მქონდა დებატები და ვიცი მე არ მიკითხავს მისთვის მართალი გითხრა ამაზე მაგრამ თვითონაც არ ქონია ამაზე მოთხოვნილება რომ ეთქვა აი რა შეიცვალა ხო ანუ პრობლემა სინამდვილეში ის არის რომ აი ამ რუსეთის თემას არასაკმარისად საჩვენოდ ვიყენებთ რო ამბობენ რომ აი არ უნდა გავაღიზიანოთ რა ვიცი ერეკლე მეორემ გააღიზიანა ხო უნდოდა ერეკლე რომელიმე მისმა შვილმა გააღიზიანა რუსეთი თუ ნოე ჟორდანიანებს რუსეთს თუ რა ნოე ჟორდანიამ გააღიზიანა რუსეთი ყველგან გავლენა უმცირდებათ და მარტო ჩვენთან ეზრდება ანუ ყავდა ამდენი ხელისუფლება ხო ერეკლე მეორე ვახსენე ალექსანდრე ბატონიშვილი ნოე ჟორდანია ზვიად გამსახურდია ედუარდ შევარდნაძე მიხეილ საკოშანი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკოსები ლიდერები მაგრამ რუსეთი მაინც ერთნაირად გექცევა, იმიტომ რომ არ აწყობს, ანუ არ უნდა შენი არსებობა. თუ ბოლომდე არ დაუწექი, არ აწყობს. კი ბატონო. შენი არსებობა. ხო და ამ ვითარებაში ჩვენ ანუ როგორ უნდა მოვერგოთ ამ ყველაფერს თუ არა მართლა ღირსებით და თავმოყარეობით და ამას ჩვენ და ბრძოლით. ანუ ხო, ეს ბრძოლით საქართველოს ხო, სიტყვა რო არ ხო, რო არავის არ მოერიდოს ამაზე. თუ არ ვიბრძოლეთ, რომელმა ერმა მოიპოვა თავისუფლება და დამოუკიდებლობა ბრძოლის გარეშე. ხო, არავის, ხო და აქედან გამომდა ჩვენ კიდე ვიძახით, რომ კაცო, მადლობა ღმერთს, ისტორიის ის მონაკვეთი დაგვიდგა, რომ ჩვენ მარტო ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაშინ საერთოდ არ იყო ეს ცნებები, ხო? ხო, ადრე, როცა ჩვენი მეფეები ბრძოდნენ. არ გვიწევს, ჩვენს გვერდით არის თელი ცივილიზებული სამყარო, ამხელა ატომური იარაღით აღჭურვილი სახელმწიფოები და ჩვენ გვერდითგანა და არა იმათ ებრძვიან. სწორედ რუსეთის დავალებით. ჩვენი მთავარი ბრძოლის ხაზი, ჩემი ღმერთმენით, არის იდეოლოგიური საინფორმაციო ბრძოლა. ამ ხრივ ყველაზე მეტად მოვიკოჭლებთ ქართველები, აი ჩვენ ხა ტერიტორიული მთლიანობაც ახსენა გიამ, რო უყურებ ჩვენს ბოლო 35 წელიწადს, იგივე აფხაზეთის შემთხვევაში. პრაქტიკულად არა გვაქვს ერთიანი ეროვნული მიდგომა და ხედვა აფხაზეთის საკითხთან, თუ არა რაღაც სვედანური დამოკიდებულება მეც მაპატიე. ის ფილმი რატო ვიძახე ამას ნახეთ ანუ და ანუ ეს მეცმაპატია და მე აგერ ივანიშვილმა შარშან გამოგვიცხადა რომ ჩვენ უნდა მოვნახოთ ჩვენ თავში ძალა და ბოდიში მოუხადოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსო ეს არის დანაშაული ჩვენი ისტორიის წინაშე ეს არის დანაშაული ჩვენი რა ვიცი ეროვნული ღირსების წინაშე ჩვენი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ჯანმრთელობის წინაშე იმიტომ რომ როგორ შეიძლება ადამიანებმა გააკეთეს ის რაც ბევრად უარესია იგივე ბუჩას გენოციდისა რატომ ბუჩაში როგორ შეიძლება რაღაც მაგაზე უარესი იყოს, მაგრამ იმას გვიხსნა რომ ბუჩაში რუსებმა გენოციდი მოაწყეს აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს. შეესიან როგორც პირუტყვები და ველურები როგორიც არიან და რაც დახვდათ, ყველა დახოცეს, ხო და ვინც დახვდათ. ეხლა რა მოხდა აფხაზეთში, რა მოხდა გაგრაში და რა მოხდა სოხუმში. დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება. თქვით რომ აი კარგი რაღაცა მანქანები დაიწყო ხო ის ომი და გაუგებრობა ვჩერდებით აღარ ხოცავთ ერთმანეთს აღარ გვინდა ეხა ეს დაპირისპირება ძმები ვართ და ასე შემდეგ ხო
დაიგეგმა და განხორციელა ცეცხლის შეწყვეტის პირობებში და ცივსისხლიანად მეთოდურად განხორციელდა ქართველების გენოციდი. ანუ აი როდის იყო ეს 92 წლის 3 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და 1 ოქტომბერს მოხდა გენოციდი გაგრაში. 93 წელს ხო? 12-ში გაგრაში, 12-ში, 13-ში სოხუმში. იგივე განმეორდა სოხუმში. ანუ აი ამ ყველაფრის ფონზე მე მოვა ვიღაცა აი მართლა ადამიანი რომელსაც არ გააჩნია კოლექტიური ეროვნული იდენტობა, ხო, რომელიც რაღაც აი ურბანულ მითებს რო ეძახიან და რაღაც სვეტსკი კატეგორიებით აზროვნებს გეტყვის რომ ჩვენ ხო დავაშავეთ. ეხლა მე არასდროს არ ყოფილვარ მხედრიონის, აკიტოვანის და იოსელიანის მომხრე და აპოლოკეტი და არც ვიქნები ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ერთია რომ ვიღაცას რაღაც მადონას სერვიზი წაართვა ან დააყაჩაღა ან ჟიგული წამოიყვანა იქინა და სამწუხაროდ ესეთ შემთხვევები ბევრი იყო, მაგრამ არასდროს არ ყოფილა ეს არც სისტემური და არც ორგანულად იმ ბრძოლის ნაწილი, რომელსაც ზუსტად იგივე ხალხია, აი ამას დავამატებდი, ზუსტად იგივე ხალხი. ვინც ამბობს რომ 92-93 წლებში იქ კიტოვანი და დანარჩენები აშავებდნენ ჯაბა იოსელიანი. მერე აი რო წაადგები პირზე და რო ეტყვი რომ 2008 წლის ომში საქართველოს რატო ამტყუნებ რას პასუხობს? საქართველოს რაშუაშია მე მიშას ვადებ ხელს. ხო. რომ აი ამის ქართული ოცნებაც კი ცდილობს ამას რა, რომ იმ მისავე ამომრჩევლაში ეს ტკივნეული საკითხი არის 2008 წლის ომის თემაზე. მაგრამ ვერ მიჯნავენ მაგას. ცდილობენ რომ რაღაცნაირად გამიჯნონ, რომ აი ქართველი სამხედროები სხვა არიან, აი ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი მაშინ სხვა იყვნენ. და ამიტომ ეს ორი უნდა გაიყოს. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ეს ამ ჯალათეას კომისიამ, ღალატის კომისიას ვეძახით ჩვენ. ღალატის კომისია სწორედ მაგისტვის არის, რომ გადაწეროს საქართველოს ისტორია, რომ რუსეთს თავისი სისხლიანი პირსახე ჩამობანოს, რომ პრაქტიკულად თარიღიც სწორად აქვს შერჩეული. 5 აგვისტოს უნდა უპატაკონ, რომ საღამოს შემდეგ 8 აგვისტოს პროპაგანდისტულ მედიაში მოსკოვში მე დარწმუნებული ვარ, რომ თეატრულკიანი რომ გამოაქვეყნებს შუალედურ დასკვნას თუ რაღაც დასკვნის ნაწილს ამ ეგრეთ წოდებული ღალატის, უბრალოდ ღალატის კომისიის და ეგრეთ წოდებული საპარლამენტო კომისიის დასკვნას რომ გამოაქვეყნებს 5 რიცხვში მე დარწმუნებული ვარ რომ აი 8 რიცხვში ჩავრთოთ რუსული საგამონაკლისოდ ეს რუსული ნაგავი პროპაგანდისტული არხები რომელიც სხვათა შორის ბიზინა ივანიშვილმა დაუშვა და აი ყველა ტელევიზორში რა პაკეტიც არ უნდა აიღო რუსული პროპაგანდისტული არხი მოყვება რომ მეტმა ნახოს და მეტი მოიწამლოს ამით აი ეკნებათ ზეიმი რომ აი თითქოს ქართული მხარე თავად ადანაშაულებს მიხეილ სააკაშვილს ნაციონალურ მოძრაობას და უხდიან ბოდიშს ოს და აფხაზ სეპარატისტებს ეს არის მთავარი მიზანი და აი ამ ომის ნარატივზე ხო მარტივია სადაც რუსეთმა იცის რომ მას ელიან რუსები იქ შედიან როცა ეგ პუტინს მე დარწმუნებული ვარ რა დღევანდელი გადმოსახედიდან და მათ შორის იმ ინფორმაციით რაც არსებობს ხო რომ უკრაინაში პირველი ნაწილები რო შეუშვა ეგრეთ წოდებული აღლუმის ტანსაცმელის შეაყოლა იმიტომ რომ ეგონა რომ მართლა ტაშის ხრით დახვდებოდნენ და როცა ეხლა პუტინმა იცის რომ საქართველოში ყავს ესეთი ხელისუფლება დასმული და ეს ხელისუფლება ამ ხალხსაც აჩვევს რომ არ გაუწიოთ არავის წინააღმდეგობა ჩვენ შეიარაღებულ ძალებს ამაზე კიდე ცალკე საუბარი გვექნება რა უქნეს როგორ დააკნინეს ქართული ჯარი და პირველივე დღესვე დაიწყო ამის მიზანმიმართული კამპანია რომ არც ერთი სამხედრო აღლუმი 2013 წლის შემდეგ საქართველოში აღარ გამართულა. ბოლშევიკებიც კი ერთხელ გამართეს. გაკეთებული. იმიტომ რომ როცა ბავშვი იზრდება და უყურებს რომ მას ყავს ჯარი და როცა არის რაღაცა 18-19 წლის ბიჭი, რომელსაც აქვს мотивация რომ ამ ქვეყანას ემსახუროს მათ შორის სამხედრო სამსახურით, ხედავს რომ არაფერი, აი მიხეილ ყაველაშვილის წინააღმდეგ მიიყვანენ 30 კაცს დასაფიცებლად და იმ ბიჭებსაც რა შეურაცხყოფას აყენებენ და აი ეს გარდაუვალი რაღაცა ჯოჯოხეთი, რომელსაც გადის ამ ქვეყნის პატრიოტული ნაწილი. ჩემი აზრით, აი ზუსტად ამ ბრძოლის ღალატი არის, რასაც რიგი პარტიები აპირებენ, რომ ჩაიდინონ. ეს იქნება არანაკლები ღალატი, ჩემი აზრით. აი შეიძლება უფრო ემოციურად უყურებ ახალგაზრდა ვარ ამ თვალსაზრისით, მაგრამ გონია რომ გამარჯვება არის ხელის გაწვდენაზე. დროის საკითხია და სიხარბის და მეოდებისგან გათავისუფლების საქმეს უღალატებს, სწორედ მაგას ღალატობ.
მე ამ ნაწილში ოდნავ ვერ დაგეთანხმები, რატომ, ანუ იგივე აზრს გავაგზავნებ, რაც თავიდანვე ვთქვი. ჩემი აზრით, საზოგადოება დღეს უკვე აბსოლუტურად კონსოლიდირებული არჩევნებთან დაკავშირებით და ის, ვინც არჩევნებზე გავა, უბრალოდ საზოგადოებას მაგრამ მაინც პროცესს აზიანებს. პროცესს დააზიანებს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მგონი თვითონ მიხვდებიან, რომ იმდენად დაზიანდებიან ადამიანურად, პოლიტიკურად, ყველანაირად, რომ ანუ უბრალოდ არათანაზომადი იქნება ის რაღაც პოტენციური, თეორიული, არარსებული ხეირი, რომელიც შეიძლება გასვლა მოიტანოს, არ ვიცი რა არის ეს რაღაც საკრებულოს მეორე ფასები თუ ანუ არ ვიცი რა ხარ რაზეა საერთოდ საუბარი ძვალი აი ძვალს რო გადაუგებენ კი არ ხო აი არათანაზომადი იქნება ვინაიდან მე მგონი ბევრად უფრო დიდი იქნება საზოგადოების აგრესია ასეთების მიმართ ვიდრე უშუალოდ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ იმას უბრალოდ ორი სიტყვით დავასრულებ რა იმიტომ სულ მინდა რომ ამ თემაზეც ვისაუბროთ ხოლმე არ დარდება აფხაზეთზე რა ხან ლაპარაკობდით ხო არ დარდება სპორადული კრიმინალი გეგმიურ ეთნოწმენდასთან და უნდა მორჩეს საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ იმაზე საუბარი რომ ჩვენ ცხო დავაშავეთ და ჩვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ ჩვენ არავისთან ბოდიში მოსახდელი არ აგვაქვს არავისთან არ აქვს მოსახდელი რუსეთმა აგდაგეგმა და განახორციელა გადატრიალება და ამას მოყვა მე უამრავი უბედურება ჩვენ ხა ერთმანეთს დაუპირისპირდით ყველა ნაღმზე რო ავფეთქდით და ყველა სისულელე რო ვაკეთეთ ეს ჩვენი ბრალია და დღემდე ვაკეთებთ ამას მაგრამ თუნდაც ის რომ ვიღაცას ბოდიში უნდა მოუხადოთ მორიგი ნაღმია რომელიც არის ჩადებული ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში შესაბამისად მე მგონია რასაც ხა შენაკეთებ ამ სტუდიით აკეთებ ერთია მეტი იქნება და თქვენი ჩართულობა ორივეს ადამიანების გონებისთვის, ანუ გონებისთვის ბრძოლა კი არა, ეს არის მართლა სიმართლის შეხსენება, ყოველდღიური შეხსენება. ჩვენ ის ფუფუნება გვაქვს, რომ მოსაგონარი კი არაფერი გვჭირს. აი, რუსები შედან ლუბიანკაზე და ხო ვიცით, ხა როგორ მუშაობენ, ხო? იქ გთხოვენ, აი მოდი მითხარი ჭორები, მითოლოგია და მიმდინარე საკითხები და მე დაждდება რამდენიმე ოპერატიული ტაქტიკური ჯგუფის წარმომადგენელი და ქმნიან აი იმ რაღაც ნარატივებს, რომლებსაც მე 80-იან წლებში ესე იყო, დასვამდნენ ვიღაც ადამიანს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უკან და ისინი მთელი დღე დადიოდნენ წრეზე. ეხლა ტაქსები არიან ეგ. სამაშუალო ტაქსი არ უხდება მაგ დროს, მარშრუტკის ჭორები. ხო, აი რაღაც ეგეთები იყო. ჩვენ არაფრის მოგონება არ გვიწევს. ანუ ყველაფერი არის მარტივი და ხელის გულზე. უბრალოდ აი არ ვიცი რატო გვაქვს ხომ ეს მოთხოვნილება, რომ მეც ხო იგივეს არ ვიცი. რა არის იგივე არის, როგორ არის სიმართლის ლაპარაკი იგივე, რასაც ისინი აკეთებენ ჩვენს მიმართ. ანუ სულ უნდა გვახსოვდეს, აი როდესაც ვსაუბრობთ ამ რეჟიმზე, აი რეფრენად უნდა იყოს ლაშა ნაცვლიშვილის და შავა რამიშვილის ეთერი. პიანი ბაზარი ქვია მათ ეთერს, სადაც ცოტა შეზახოშებულები ამბობდნენ, რომ ჩვენ იმდენი სიავე გვაქვს აკეთებული. იმდენიო და აი იმის ნახევარი კი არა. კი ბატონო. თვითონ იციან, რასაც ჩადიან, თვითონ იციან, რა მოტივაციით ჩადიან და თვითონ იციან, რომ აი ბოლომდე, თავიდან ბოლომდე 100% ტყუანები არიან. ეხლა ერთსაც ვიტყვი და დავასრულებ. ხშირად ხდება ხოლმე манипуლირება იმ თემით, რომ მოიცა ახლა შეცდომა ნაციონალებსაც შეცდომა არ დაუშვიათ, ან ცუდი არ გაუკეთებიათ. ნაციონალებსაც დაუშვიათ შეცდომა, დანაშაულებით ჩაუდენიათ. გამსახურდიას დროსაც უამრავი პრობლემა იყო, მაგრამ უნდა, ანუ ჯერ უნდა ვთქვათ, რომ ის რაც დღეს ხდება, უპირობოდ მიუღებელია. და ამაზე რომ შევთანხმდებით, რომ კოცი არის უპირობოდ მიუღებელი ამ ქვეყნისთვის, მე ვილაპარაკოთ კონსტრუქციულად რა უნდა გაეკეთებინა გია ბარამიძესთან, მიშა სააკაშვილთან ვიღაცას და რა სხვანაირად უნდა გაეკეთებინა და ასე შემდეგ და ამაზე ვილაპარაკოთ. მე გია იტყვის პირობითად, რომ აბა თქვენ ყოფილიყავით ჩემ ადგილას და ნახავთ რა სიზამთრე. რაღაც სხვა სიტყვის არ ვიცი. იგივე ახლა გამსახურდიას დროზე, როდესაც ლაპარაკობენ, ხო ხშირად იტყვიან, რომ ის არასწორი იყო, რაღაც რიტორიკა არასწორი იყო, ეკონომიკური პოლიტიკა არასწორი იყო. ჯერთი გამოჩნდა, რომ ნახევარზე მეტი მართლა კგბ-ს ხალხი იყო ჩანერგილი. მისაც და ამოშტარა სწორად ეს. ხო და ვიზი აღმოჩნდა არასწორი, ხო და მე მეორე ახლა ისიც გავიხსენოთ რომ კაცი ერთი წელი იყო ხელისუფლებაში და მე მესამე ყველაფერი იწყება და მთავრდება იმით რომ შეიარაღებული პუტჩი რომელიც მოხდა იყო უპირობოდ იმაზე უარესი რაც შეიძლება და მომხდარიყო და ამაზე რომ შევთანხმდებით მე ვაკრიტიკოთ გამსახურდია იგივე ლოგიკა ვრცელდება იმ 9 წლის ხელისუფლებაზეც ხო იდეოლოგიური ომი არის მოსაგები და ამის მერე ყველაფერი არის ავტომატურ რეჟიმზე გადასვლა და უბრალოდ კორექტივი მინდა რომ ნაციონალურ მოძრაობას როგორც ასეთი პარტიას ბუნებრივია არაფერი დანაშაული არ ჩაუდენია და არა მე არ მიგულისხმენ ნაციონალურ მოძრაობა კონკრეტული სპეისები იმ დროს ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლების დროს ბუნებრივია ვიღაცა ხელისუფლებაში მყოფი ჩინოვნიკი თუ ვინც იქნება პოლიციელი იქნება რაღაცა დანაშაულს ჩაიდენ და დამისახელეთ რომელიმე სახელმწიფო რომელიმე ქვეყანა რომელიმე ეპოქაში რომელიმე ხელისუფლება სადაც რომლის დროსაც არაფერი ასოციაცია საჯარო მოხელიდან ვიღაცა რაღაცას არ ჩაიდენს და
თუ ინმე მაშინ რაღაცა ჩაიდინა ხო რომელიც გახმოვანდა და გამოიყენა ამ რუსულმა პროპაგანდამ პირველ ყოვლის ხო ჩვენ დაგვარტყა პირველ ყოვლისა ამაზე ვინ გაბრაზდა და ვინ გამწარდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები მისი მთავრობის წევრები ხო იმიტომ რომ ჩვენ მოგხვდა ყველაზე მეტად და ჩვენ გვიწევს ამასთან დაკავშირებით საუბარი თორე როგორც ასეთი მაგაზებს საუბრობთ როგორც ასეთი ნაციონალური მოძრაობამ და კოცებს რო ადარებენ მართლა შექმნა მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეს გააკეთა ნაციონალური მოძრაობა რიგით ძველ საჯარო მოხელეს რომელიც არის დღეს რაღაც პირწავარნილი კოცი უცებ ამუქეკავენ და იტყვი რომ ეს იყო ნაცი ჯერ ესეთი ანუ იქ რომ ასობით 10,000 საჯარო მოხელე იყო დიდი სხვაობა არის, როდესაც იყო რიგითი კლერკი და საჯარო მოხელე იყო და არავითარი პარტიის წევრი არ ყოფილა და მით უმეტეს პარტიის გენერალურ გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღების საშუალება არ ქონია, მით უმეტეს პარლამენტის წევრი არ ყოფილა, ესეთი ადამიანები შეადარო ახლა დაწინაურებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, რომლებიც არიან დღეს კოცები, რომლებიც ფაქტობრივად მინიმუმ საშუალო და მაღალ ეშელონში არიან, ხო, ის გივი მიქანაც ჩემთვის კლასიკური მაგალითი არის. რომ აი როგორი არ უნდა იყოს მათ შორის საჯარო მოხელე და შემდგომ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში დაბოდებული ადამიანი. აბსოლუტურად უთავმოყარეო, ცივსისხლიანი რაღაცა ბოლშევიკი, რომელიც აი ტროიკის მშვენიერი წევრი იქნებოდა და მოიგონეს რომ ხარება იყო თურმე ნაცი და ამასთან ერთი ჟურნალისტი ეუბნებოდა ლევან მურუსიძეს რომ თქვენო ნაცების სახე იყავითო და ახლა კოცების სახე ხართო და კოცების სახე ნამდვილად არის, მაგრამ ნაცების სახე რანაირად იყო ვერ გავიგე რაღაც მოსამართლე იყო შეიძლება რაღაცას აკეთებდა ან რაღაცა მაშინაც არ იქნებოდა ბუნებრივია კარგი მოსამართლე, მაგრამ სახე რანაირად იყო ხო? ხო და ამიტომ იქ სასამართლოში მსახურობდა თუ რაღაცა რომელიღაც სამინისტროში სტრუქტურაში მსახურობდა ადამიანი რაშვაში არა ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, ჩვენი გუნდის წევრი იყო, პარტიის წევრი იყო, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში იღებდა მონაწილეობას თუ რა. ამიტომ აი ამ ელემენტარულ რაღაცებზე გვიწევს ასე ვთქვათ, აი პასუხისგაცემა და ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხმა რაღაცა სისულელეები არ დაიჯეროს, რომ თურმე დღეს კოცების რაღაცა დიდი ნაწილი ყოფილა ნაცი. არც ერთი არ არის მათგან მასე თუ წავიდა ირაკლი კობახიძე მუშაობდა პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში. ეს ბევრი ადამიანმა არის ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა, ხო? ხო, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. რა, ამიტომ ნაცია? ხო, ის თანამშრომელი იყო, იურისტი იყო. და აქედან გამომდინარე იყო ვიღაცები სადღაც მუშაობდნენ, ოდესღაც. მთავარი სხვაობა ის არის, რომ წინა ხელისუფლებამ არჩევნები წააგო და ხელისუფლება გადააბარა. უბრალოდ კი არ წავიდა. ხელისუფლება ორგანიზებულად გადააბარა, ხო? გამარჯვება, ხო? ვიღაც მათ შორის ვიღაც ისეთი ტიპები, ვინც თვითონ არ მოელოდნენ ხელისუფლებაში მოსად, მოიყვანა, აუხსნა, რომ ეს კომპიუტერია, ეს მაგიდა, ეს რაღაც პროგრამა, რომელიც ჩვენ შევქმნა, გადასახადები შემოდის აქედან, ასე რაღაც საბაჟო პროცედურები ხორციელდება, ხო? ეს მოხდა და არის ჩაოლები. 9 წელიწადში ქვეყანა, რომელსაც სადაც ხელფას უკაცრავად პენსია იყო 14 ლარი და ეს პენსია წლობით არ გაიცემოდა, დატოვეს ქვეყანაც სადაც 150 ლარიანი პენსია იყო, ბიუჯეტში $100 იყო მაშინ. ხო, თითქმის $100 იყო, ყველაფერი მუშაობდა 2013 წლის ბიუჯეტში $100 ტოლფასი იყო ჩადებული ბიუჯეტი. მაშინ 1.55 წელი და წავიდნენ დემოკრატიულად 9 წელიწადში, ხო და 13 წელი გავიდა, ხალხმა უარი უთხრა ამას და ტიპი გეუბნება რომ არ მივდივარ. საერთოდ რა დარდება, როგორ შეიძლება შევადაროთ ეს ორი და კიდევ ერთი ანუ რაც ძალიან კარგად მოახერხეს რუსებმა არის რამდენიმე კონკრეტული თემის თუ თარიღის გაბრენდება, ხო? აი წამოხვალ 26 მაისი 7 ნოემბერი 26 მაისი 7 ნოემბერი და ბოდიში მომითხოვე და მარტო ბოლო 3 წელიწადში რამდენი 28 ნოემბრის შემდეგ იყო ერთი 50 7 ნოემბერი შარშან გაზაფხულზე იმის წინა გაზაფხულზე ყოველ დღე 7 ნოემბერი 7 ნოემბერი კი არ იყო 7 ნოემბერს პასუხისმგებლობა აიღო მიხეილ სააკაშვილმა გადადგა ადამიანი და ესეთი და 26 მაისი რა იყო 26 მაისი იყო წარმოიდგინეთ ეგეთ რამე რომ ვინმეს თავში მოუვიდეს რომ სხვაგან ტარდება მიტინგი საერთოდ ხელს არავინ არ კიდებს, უბატონოდ ხმას არავინ არ ეუნება, გადაკეტილია ცენტრალური გამზირი და აღლუმის, როდესაც უნდა აღვნიშნოთ ყველამ ჩვენ თითქოს ყველასთვის საყვარელი ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, გადადის აქცია, რომ აი ის აღლუმი უნდა ჩავშალო. ამ მიზნით და თურმე ამ სპეციალურად ამ მიზნით რომ აქციამ გადაინაცვლა რუსთაველის გამზირზე, ამ აქციასთან დაკავშირებით ხო, გადამეტებასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ მანქანით რო გადაჭრილიტეს სპეცრაზმელი ის ვითომ არაფერი ამასთან დაკავშირებით დღემდე ლაპარაკობენ და
მისი გვარი ნაკლებად 7 ნოემბერთან დაკავშირებით ავსტრიის პრესაში დაიწერა როგორ იყო ეს აქცია ორგანიზატორობის დონეზე თორე რიგითი ადამიანები განაწყენებული შეიძლება ბევრი სხვა თემაზე იყო როგორ იყო კრიმინალური სამყაროს მიერ დაფინანსებული რუსეთის ასე ვთქვათ ჩართულობით უბრალოდ ჩემი ღმარწმენით და ამის შემდეგ პრეზიდენტი გადადგა და კიდევ მოუბრუნდება ადამიანს ენა და იტყვის რომ 7 ნოემბერი უბრალოდ ჩემი ღმარწმენით მაშინაც და ახლაც აი როგორც მაშინ 7 ნოემბრის დროს მე ვიყავი 7 წლის 26 მაისის დროს 11 წლის მაგრამ აი რეტროსპექტივაში რო უყურებ მაშინაც ზუსტად იგივე პრობლემა ქონდა ნაციონალურ მოძრაობას რაც ახლა და ვცდილობთ რომ ერთად გამოვასწოროთ ეს არის პროპაგანდა არ არის ყოველთვის საზოგადოებასთან ურთიერთობა მაშინაც 7 ნოემბერს ფაქტობრივად პოსტფაქტუმ აიხსნა რა მოხდა და 26 მაისაც პოსტფაქტუმ აიხსნა რა ხდებოდა ანუ ქართულ ოცნებას რო ქონოდა ორი ესეთი ქონდა კატასტროფა ქართულ ოცნებას რო ქონოდა ესეთი ლეგიტიმური მიზეზები ორი კვირით ადრე დაიწყებოდა პროპაგანდის მიერ ამის ახსნა რომ თვითონ ხალხი ყოფილიყო რომ აბა თქვენ იცით ახლა დაიწყეთ აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობაა ლევან იმიტომ რომ ნახე ერთ-ერთი პროპაგანდისტული წარმატება ამათი თავარი მე ვიტყოდი არის ის რომ წინა ხელისუფლებაზე ამბობდნენ რომ იმათ პიარი ქონდათ იმათ ქონდათ მაგარი პიარი ამათ პიარი არ უარდათ პირიქით არის ამათ საერთოდ ან მარტო პიარზე განან ეს მარტო პროპაგანდაზე არის ხო აი იგივე ხშირად იყო ხოლმე აი დასცინოდნენ მიშას რომ აი რაღაცა ობიექტი სანამ დასრულდებოდა მივარდებოდა და გახსნიდა ლენჩს გაჭრიდა ლენჩს და უხაროდა ხო რაღაც ახლის გახსნა კი ბატონო ხდებოდა ესეთ რაღაც დაუსრულებელი ობიექტი ნაადრევად გაუხსნია მაგრამ დაუსრულებია ეხა შევადაროთ რა ეხა რა ხდება რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ როდესაც ამათმა უბრალოდ რაღაც თემა მოიგონეს ბანერებზე დახატეს იმედზე პოსტივიზე და თავის პროპაგანდისტულ არხებზე რაღაც საინფორმაციო კამპანია აწარმოეს და დაპირება გახსნეს ანუ მაგალითად დაპირება რომ ივანიშვილმა იპოდრომი გადასცა ქალაქს გახსნეს სამჯერ ანუ სამჯერ მადლობების კამპანია აწარმოეს ქუთაისში ელექტრომანქანების რაღაც ჩინური მანქანების გამოსაშვები ხო ელექტრომობილები ასაკის მეგასაწარმო დედოფლის წყაროს რკინიგზა ანუ გვეცინება მაგრამ თუ ამათ პრიორიტეტებზე ვლაპარაკობ და მართლა უტიფარ ბინძურ პროპაგანდაზე ვლაპარაკობ თუ გარეჯი გავიხსენოთ ხო გარეჯი საქართველოა ესე პირდაპირ ამათ თავარ პროპაგანდისტულ რუსულ იმას ესე პირდაპირ ეწერა რომ გარეჯი საქართველოა გეგონება ვინმე ამბობს საქართველოში რომ არ არის საქართველო და იმის შემდეგ ისე დაივიწყეს ერთხელაც არ გახსენებია ჩვენც დავივიწყეთ ეს ჩვენ დანაშაული არა ეხლა ნახე რას ვამბობ ეს ის ნაღმია რომელიც მათ უნდა ოფეთქდეთ გარეჯი საქართველოს კამპანიამდე და სალომე ზურაბიშვილის როლს არ გავიხსენებ ამ კამპანიაში თვითონ გვახსენებს ხოლმე და კიდე შეგვახსენებს რომ მე-6 საუკუნეში დაფუძნდა ეს სამონასტრო კომპლექსი 1500 წელი არსებობს ისე რომ არასდროს ქართველ კაცს არ ქონია შესვლის პრობლემა არასდროს არც ერთი დღე და ლოცვას აღავლენდა ქოცების პირობებში პირველად მოხდა ამ 1500 წლის განმავლობაში რომ გარეჯში ვეღარ შევდივართ ვეღარც ტურისტი ვეღარც მომლოცველი ვერავინ და ეს არის აი ამ ბოროტი კამპანიის კგბ-შნიკური კამპანიის შედეგი გარეჯი საქართველოა ვითომ საქართველოაო და პირველად დაიხურა სადაც შენ გულისხმობ იმ ნაწილში სადაც ქეც გადაღმა ნახევარი გარეჯი ფაქტიურად იქით არის ხო ეხლა მე ბერთუბანზე არ ვამბობ მაგრამ იმ ნაწილზე რომელზეც ედავებოდნენ ილიჩოვას და მელაშულს შესაბამისად ესეც უნდა გავიხსენოთ როდესაც საუბრობენ და დაჭერაზეა ლაპარაკი გავიხსენოთ ეს ადამიანები რამდენი ვიღაც დაუჭერიათ უნამუსოდ გახსენებ შენთვისაც მნიშვნელოვანი თემა არის რომ მიხეილ სააკაშვილზე დაედო ხელი ლევან ჩაჩუა იყო კიდე ასეთი ექსპერტი რომელიც დაიჭირეს ავადმყოფი კაცი გარდაიცვალა მას შემდეგ რომ თურმე არასწორად ჩაატარა ჟვანიას საქმის გამოკვლევა სამედიცინო თვალსაზრისით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მაშინ მორიგის საარჩევნო სპეცოპერაცია იყო უნდა დაებრალებინათ რაღაცა ეს ბინძური კამპანია პრეზიდენტ სააკაშვილის ეს ანუ ენით აღუწერა სად არის იმის გამოძიება არაფერი ანუ დაივიწყეს ეგეც დაივიწყეს გარეჯის მაგრამ გარეჯის შედეგები მოყვება დღემდე ანუ გარეჯში ვერ შევდივარ დღემდე ალიევმა თქვა რომ ესე გინდა ძმაო კი ბატონო გამოგაყენებინებთ ამ თემას საარჩევნოდ მაგრამ აქ თქვენ ვეღარ შემოხვალთ ხო არის ის რაღაც სპეცოპერაციით მოპოვებული რუკები ვითომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და 10ჯერ 15ჯერ შეხვდნენ ალიევს საგარეო საქმეთა მინისტრს აზერბაიჯანს ანუ მე არ პროტოკოლისთვის ერთი სიტყვა არ დავუსველი ახსენო მაინც ვიცით რა ეს რუკა გვაქვს ჩვენ და მოდი ამ თემაზეც ვილაპარაკოთ დავავალოთ ვიღაც სამუშაო ჯგუფს რომ ამას დახევ
არც უხსენებიათ, ანუ იმ თავითვე არაკეთილსინდისიერება იყო ამ ყველაფრის უკან, იმ თავითვე მტრული მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის მიმართ. და იმ თავითვე ესე უნდა ვთქვათ პირდაპირ ფეხებზე კიდიათ გარეჯიც. ფეხებზე კიდიათ გელათიც, ფეხებზე კიდიათ და იმიტომაც ააფეთქეს საყდრისიც, ქართული კულტურა, საერთოდ ჩვენი შვეტიცხოველში ყველაფერი, ჩვენი ისტორია, ჩვენი ტრადიციები. ვერა ივანიშვილმა შვეტიცხოველი დუქანივით დახურა, ასეთი რაღაცა შვეტიცხოვლის ისტორიას არ ახსოვს. არ უკაცრებიათ ეს ამ ტაძრისთვის და მაგათ ყველაფერი იმიტომ კიდიათ ფეხებზე, რომ მართლა არიან უსამშობლოები, მართლა ფულია მაგათი მთავარი ამოცანა და ასე ვთქვათ ორიენტირი ცხოვრებაში, ამიტომაც გამიყიდეს სული საქართველოს მტერს რუსეთს, ამიტომაც ასე უტიფრად ემსახურებიან რუსეთის ინტერესს და ამიტომ არიან მოღალატეები და ამიტომ უნდა ვიყოთ ერთად, ერთიანები და ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე ამ მტრის წინააღმდეგ, შიდა მტრის წინააღმდეგ, რომელიც დაგვასვა თავზე საქართველოს დაუძინებელმა მტერმა და ამიტომ უნდა მოვიპოვოთ ერთად გამარჯვება. ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მიზნისკენ ასე ვთქვათ, სვლა არ უნდა შევწყვიტოთ, ყველას როგორც შეგვიძლია, ისე უნდა ვიბრძოლოთ. სადაც შეგვიძლია, როგორც შეგვიძლია, არ წავიდეთ საქართველოსდან, ვიბრძოლოთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. დიდი მადლობა, მინდა გითხრათ და მე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მე ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში და საზოგადო ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ადამიანები ხართ იმ თვალსაზრისით, რომ მწარე სიმართლის თქმის არ გერიდებოდათ ამ რეპრესიების 13 წლიან პერიოდშიც და არც მანამდეც და თვითონ დღევანდელი ჩვენი სტრიმის შედეგებიც ამაზე მეტყველებს, რომ ყველაზე რეიტინგული სტრიმი იყო, რაც კი ჩვენი აი ამ ახალი პლატფორმის სასიამოვნოა თუ ხალხი გიყურებს და იგებს იმას, რაც საათ ნახევარზე მეტია ვართ და ყველაზე მეტი მაყურებელია, რაც კი ყოლია ამ პლატფორმის დაწყებიდან. და ეს კიდე ერთხელ მოწმობს, რომ და ჭეშმარიტების წამი დგას ქართულ პოლიტიკაში, საზოგადო ცხოვრებაშიც და ეს ჩუქურთმები და მოლამაზება და მოდი ის არ ვთქვათ, მოდი ეს არ ვთქვათ, კითხვის ნიშნები და გადავმალოთ და ეხლა ამის დრო არ არის, მერე დადგება ამის დრო, ესეც მე მგონი წარსულს უნდა ჩაბარდეს. ბოლოს მინდა ამითი დავასრულო, რომ თავისუფლება მიშას, თავისუფლება მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარს, თავისუფლება ჩვენს ახალგაზრდებს და ცეცხლი ოლიგარქიას. დიდ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. ხვალ 11 საათსა და 30 წუთზე უყურეთ დღის წესრიგს, ხოლო საღამოს 10 საათზე კვლავაც პოზიციიდან იქნება მნიშვნელოვანი სიახლეები, რომელსაც გაიგებთ ჩვენს Facebook გვერდზე შესაბამისი live stream-იდან. დიდი მადლობა რომ გიყურებდით. მადლობა. მადლობა ყველას.